გამარჯობა პატივცემულო მაყურებელო, გამარჯობა პატივცემულო გამატივის გამომწერო, ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დღეს ვისაუბროთ. თუნდაც ვიჩხუბოთ, მაგრამ სიტყვიერად, ანუ ვიკამათოთ, ვიპოლემიზიროთ, ამისკენ მოუწოდებდი ჩვენს პოდკასტის მონაწილეებს და თქვენს მზადყოფნაში იყავით. დასვით თქვენი კითხვები, თუნდაც კრიტიკულები, აგერ ბატონი საბა უთვალთვალებს და ყველაზე საინტერესოებს მოგვიკითხავს აუცილებლად. მეგობრებო, გასულმა შეჯიბრმა ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ბევრი კითხვა, პრეტენზიაც მათ შორის და ბატონი გრიზლი არის ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი გმირი, რომელსაც აქ გარკვეული პრეტენზიები მსაჯობასთან, მარტო მე არ ვარ, ვისაც აქ პრეტენზიები მსაჯობასთან და ამჯერად მიუხედავად იმისა, რომ მე და გრიზლი ერთ აზრზე არ ვართ, მაინც საჭიროა ვფიქრობ, რომ გაჟღერდეს კრიტიკული აზრი, დაფიქსირდეს და აუცილებლად სათანადო საპირისპირო უпростоრად აზრიც უნდა დაპირისპირდეს, მოსმენილი იქნას და თუ ერთმანეთის აზრზე არ დავდგებით და სინქრონიზაცია ბოლომდე არ მოხდება, რის იმედიც მე არ მაქვს, როგორც მინიმუმ მოვისმენთ ერთმანეთის აზრს და გავითვალისწინებთ. ამასთან დაკავშირებით უპირველეს ყოვლისა კითხვა მექნება გრიზლისთან. კონკრეტულად რომ გითხრა რაში შედგება, უკვე მოვისმინეთ რომ პრეტენზია გაქვს, კონკრეტულად ვისადმი გაქვს პრეტენზია, ეგეც გავიგეთ, თუმცა უფრო ძირფესვიანად რომ გავიაროთ, უფრო დეტალურად რომ ჩამოვაყალიბოთ აზრი და ვისაუბროთ ამაზე. რა თქმა უნდა, მართლა არ ვიცი საიდან დავიწყო. პირველ რიგში იქიდან დავიწყებ, რომ პირველი წამებიდანვე ჩანდა, რომ ლაშას მხარეს იყო რინგის მსაჯი ქიმაძე. პირველივე რაუნდში ხელზე შემეხო და როცა დარტყმებს უცვლიდით, ამ შემთხვევაში ხელზე შემეხო, ლაშა აი ამ ხელზე. მეორე ხელი საერთოდ ამაცილა და მე უბრალოდ ინერციას ჩემს მუშტს გადავყევი და დამითვალა. აი ესე იყო მეხუთე რაუნდშიც. მეხუთე რაუნდშიც რა თქმა უნდა ჩხუბია, ვიქნებთ ყველა ხელებს. და უბრალოდ ესეთი შეხების გამო თუ ნოკდაუნი იყო, პირველად გავიგე. ასევე ბევრი ნიუანსი იყო, ძალიან ბევრი, რის გამოც ვფიქრობ, რომ ეს იყო ქიმაძის მხრიდან მიკერძოვება და მიმხრობა ლაშაროინიშვილისკენ. პირველ რიგში ის, რომ როცა ჩაგრიდი კლინჩი მე ჩემს მეტოქეს და ვამუშავებდი, არასდროს არ მაჩერებდა, სიტყვიერად ამბობდა, რომ კლინჩი აქტიურად, მაგრამ ეგრევე გვაჩერებდა. ბევრი ნიუანსია კიდე, წამებს და ზუსტად რაუნდებს ვერ ვიმახსოვრებ, 5 რაუნდი იყო და თუ რამე არის გადასახედი, ერთად გადავხედოთ, არ მაქვს პრობლემა. კი, ყველას მოგესალმებით, ეს ეხება ჩემ მხარეს და მე დავიწყებ ორი საკითხით, ხო? პირველი საკითხი ეს არის თუ როგორ უნდა შეფასდეს ბრძოლა. ბრძოლა კრივში, მუშტი კრივში ფასდება როგორ? ეს არის ტექნიკურად შესრულებული, ზუსტი დარტყმები, ფოკუსირებული, ხო? ანუ როდესაც დარტყმა ზუსტად ხდება, ამაში ეძლევა ქულები, კომბინაციების ჩატარებაში უნდა მიეცეს ქულები სპორტსმენს, შემდეგ რაში ეძლევა ქულები. კლინჩის დროს რო გირტყავდი, ეგ ქულები არ იყო? ეს არის აქტიურობა, მაგრამ ეს არ არის კონცენტრირებული დარტყმები. უბრალოდ გაზიანებდი ამ შემთხვევაში. წესებს აქტიურობა უნდა შეფასდეს აუცილებლად. ეს ორთაბრძოლებში არის. და როცა აქტიური ვიყავი და მაჩერებდა ეგრეს. მოდი მე ბოლომდე აზრს ჩამოვაყალიბებ და მაგ შეკითხვებზეც გაგცემ პასუხს, რომ ხო დავიწყებ. ანუ ფოკუსირებული დარტყმები ზუსტად შესრულებული, შემდეგ ეს არის ტექნიკურად შესრულებული სწორად დარტყმები, ხო, აქტიურობა, მაგრამ ასევე შეგახსენებთ იმას, რომ კრივში არსებობს პირველი ნომერი, მეორე ნომერი.
და არ არსებობს ესეთი წესი, რომ პირველ ნომერს მიეცეს ან მეორეს უპირატესობა. შემდეგ ეს არის ზუსტად გეტყვით რა არის ნოკდაუნი. ნოკდაუნი არის ეს მდგომარეობა, როდესაც დარტყმის შემდეგ ერთი სპორტსმენი ან გადაიკიდება კანატებს, ხო, რაც ხდება, ან დაეცემა იატაკზე. დარტყმის შემდეგ, როდესაც დაკარგავს წონასწორობას და დაეცემა. რაც შეეხება ეხლა ბრძოლას. განსხვავება 30-35 კილოში ლოგიკური არის, რომ მე ვიმუშავებდი მეორე ნომერს. ამიტომ უპირატესობა არ შეიძლება მოენიჭოს იმას, ვინც მიდის წინ. უპირატესობა მიენიჭება იმას, ვინც იქნება უფრო ზუსტი. უფრო ზუსტი ამ ბრძოლაში ვიყავი მე. რაც შეეხება ნოკდაუნებს. მოდი ესე ვიტყვი. მეხუთე რაუნდში აი უბრალოდ აი ვინც ამონტაჟებს ამ ვიდეოს, როდესაც მე ხვდება მარჯვენა, ამის შემდეგ მე ვაყოლებ ზემოდან მარცხენას და მარჯვენა ხვდება თავში და ეცემა ადამიანი. აქ რთული არის რომ იდაო რამეს, რადგანაც ვიდეო ჩაწერა ხდება და შეანელეთ ეს ვიდეო და დაინახავთ. მეორე მომენტი, აი ბოლო წესები მუშტიკრივის, ეს ეხება დიდ ორგანიზაციებს, ხო, IBA-ის, BKFC-ის, როდესაც ადამიანი სადღაც 8-ჯერ, 9-ჯერ წაიქცევა, მსაჯი ეუბნება, რომ თუ გინდათ რომ წაიქცეო, უკვე ნოკდაუნს დავითულიო, იმიტომ რომ არ შეიძლება ესე რომ პოლიმოწმინდო 8-ჯერ 9-ჯერ წაიქცე. როდესაც ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი მოდის დარტყმებით, მე ვაკეთებ side steps, ვამატებ ხელს და მის მიერ ეცემა, ეს ერთხელ შეიძლება არ შეფასდეს ნოკდაუნად, მაგრამ ეს რო ხდება 8-ჯერ და თქვენ შეგიძლიათ დაითვალოთ ეს რამდენჯერ მოხდა, ეს უნდა შეფასდეს ნოკდაუნად. როდესაც ადამიანი ატარებს დარტყმას და მის მიერ ეცემა, ეს უნდა შეფასდეს ნოკდაუნად. ნოკდაუნი ეს არის დარტყმა, რომელსაც გამოყავს ბალანსიდან და ადამიანი ვეღარ იმორჩილებს თავის წავს, ეცემა ან მდგომარეობა, როდესაც დგომში არის, ამ მდგომარეობაში განიცდის, ან კანატებზე გადაკიდებული, ან ეცემა. ეს ძალიან მარტივი არის. უბრალოდ უნდა გრიზლი და იმ მაყურებელსაც გავცემ პასუხს, უნდა იცოდეთ თუ როგორ უნდა შეფასდეს ბრძოლა და როგორ აფასებენ მსაჯები. ამიტომ ეს ბრძოლა 40-50 შეიძლება შეფასებულიყო გამომდინარე. მე პრეტენზია თუ მექნება იმაში, რომ 8-ჯერ წაქცეულზე 2 ნოკდაუნი მარტო რატო დაფიქსირდა, ხო, ეგ მე ეს პრეტენზია თუ მექნება. და მეორე ის საკითხი არის, რომ დარტყმები მართლა მოდიოდა წინ, არის მასა, არის კონდეს ეს ტაქტიკა წინ წასვლის, მაგრამ სიზუსტე ერთი, ნოკდაუნი მეორე და კონცენტრირებული დარტყმები. ანუ დარტყმები კლინჩში ეს არის აქტიურობა, რომელიც უნდა შეფასდეს, მაგრამ ეს არ არის კონცენტრირებული დარტყმები. ეს არის უბრალოდ წესი, როგორითაც ფასდება ბრძოლები. მე უბრალოდ შეგახსენებ ამას. მე კიდევ ფიქრობ, რომ ამაზე შენ არ უნდა საუბრობდე და უნდა საუბრობდეს თავარი მსაჯი. ზუსტად მეც მინდოდა ჩემი წვლილი შეტანა უშუალოდ ამ საუბარში, გრიზლიმ დამასწრო, მე მინდა გიორგიმ რომ გააკეთოს კომენტარი თუ როგორ ხდება შეფასება, რა შემთხვევაში ითვლება ნოკდაუნი და უშუალოდ გიორგი როგორ თვლის კონკრეტულად ამ ბრძოლაში იყო საფუძვლიანი თუ არა ის ორი ათვლა, რომელიც ნოკდაუნს აფიქსირებდა ბატონი ქიმაძის მიერ. მე ხო ჩემ პრეტენზიას ვიტყვი, რომ 4-ჯერ უნდა ყოფილიყო ათვლა. გამომდინარე კი ბატონო, საფუძვლიანი საკითხი არის და თუ შეიძლება რომ გიორგი მამის შესახებ დეტალური კომენტარი გააკეთოს. ზოგადად ანდრისთანაც გავია რაღაცები ბრძოლის შემდეგაც მე საუბრებოდა და უხსენ რაღაც დეტალები, რამდენად მისაღები იყო ანდრისთვის ის უკვე მეორე ხარისხოვანი ამ ეტაპზე. ნუ პირველი ნოკდაუნი ყველამ საჯმა ჩათვალა. მეც ჩავთვალე ამ შემთხვევაში პირველი ნოკდაუნი, იმიტომ რომ ჩემი რაკურსთან მინიმუმ რაც ჩანდა ნოკდაუნი იყო. დარტყმის შემდეგ რო სამებრძოლი ეცემა ძირს, როდესაც ოდნავ მაინც შეეხება დარტყმა და მე ძირს ვარდება, არა ნოკაუტის უზენაესობა. როდესაც ჩემი დარტყმის მერე გადავარდები და არ შემხებია მეტოდ. მაგასაც ვიტყვი ანდრე, მაგასაც ვიტყვი, ოღონ არ აქვს უშუალოდ შენ ეცემოდი თუ არ ეცემოდი, როდესაც დაცემის მომენტში კიდე დარტყმა ხდება ოდნავ და ეცემი თუმეტე ზირს, სადაც ლეგიტიმური უფლება აქვს, რომ დაგითვალოს. შეუძლია ნახე, როდესაც მეორე ვარიანტზე განვიხილავ მაგას. პირველ ვარიანტში ყველამ ჩავთვალეთ, მაგის გამო მე შედავწერე მაგალითად პირველი რაუნდი, იმიტომ რომ ბრძოლა შენ რაუნდ შენ იგებდი, თუმცა ნოკდაუნი დაგითვალა, რის გამოც დაიწერა ფრე 9-9 ჩემ ქარდზე.
ბოლო რაუნდსაც შეეხება, მე მაგალითად ბოლო რაუნდს ნოკდაუნი არ ჩავთვალე, იმიტომ რომ ჩემგან არ ჩანდა ისე რომ ნოკდაუნი იყო, იმიტომ რომ შენ დაარტყი და დაეცი. აი მინდა რომ შენელებული ვიდეო ნახოთ. ხო და ლაშა დამაცადა. ხო და ხომარტივი არის. ვიდეოს ხელახლა უყურე მე, იმიტომ რომ ბევრი რაკურსია, სამი საჯი მაგიტო ვარ ვერდითა რომ სხვადასხვა რაკურსია ხედვის, შეიძლება რაღაც მე ვერ დავინახო, სხვა საჯმა დაინახოს. მე რო ვერ დავინახე რომ ნოკდაუნი იყოს, სხვა და შენ დარტყმი დაეცი. მე არ ჩავთვალე ნოკდაუნი, თუმცა ვიდეოში მე როგორც ნახე, შენ დარტყმის შემდეგ კი ეცემოდი, დარტყმის გარეშეც ეცემოდი შენ. თუმცა ლაშამ ოდნავს უსოდნო დაგახვედრა და ორი დარტყმა. ნუ არა, პირველიაც და მეორე შევიდა ბაჟი. ოდნო არა, ხო და ნახე სასაცილოა. ბოლო რაუნდია ძიმიწონები ძიმცემი უკვე. რა თუნდა მდინ საუბარი. ოდნავად დარტყმაც რო ხდება, შევა მაგანზე რაღაც გადაწყვეტოს. როგორც გითხარი, რეფერის შეეძლო დაეთვალა, შეეძლო არ დაეთვალა. ორივე ვარიანტში შეცდომა არ იქნებოდა. იმიტომ რომ ლეგიტიმური უფლება ქონდა რომ დაეთვალა, იმიტომ რომ დარტყმაც მოხდა, შეგეხო, ხელი შეგეხო, მოდი. ოდნავ შეგეხო ხელი, ვის შემდეგაც დაეცი. და რაოდენობა წაქცევების რაოდენობა მე უბრალოდ შენიშნა მინიმუმ მიეცეს, მაგრამ ნახე ქიმაძე როგორც რეფერი ხლა ხელს არ ვაფარებ, მაგრამ უკვე ეს რაღაცას როგორც ანრის არ აძლევდა შენიშვნებს, ისე შენ არ გაძლევდა. შენ კლინში ცდილობდი რომ ჩაგეხში. ძალიან ხშირად, როდესაც უბრალოდ არ მინდა რომ გადავიდეთ სხვა მომენტებზე. უშუალოდ ნოკდაუნზე მინდა გამახვილებული ყურადღება რომ იყოს. ვინაიდან, უბრალოდ მებრძოლები როგორ გრძნობენ თავს და კონკრეტულ დარტყმას ძალიან განსხვავდება იმისგან სუბიექტიური აღქმა და მაყურებლის მიერ აღქმა. და ამაზე მეცაც დავამატებ, სხვადასხვა კუთხიდან შეიძლება ძალიან განსხვავებულად ჩანდეს. ანუ მე უყურებ ერთ კუთხიდან, ჩემ პირისპირ მყოფი მსაჯი მეორე კუთხიდან. უბრალოდ არის ფაქტი, რაზეც შენ გააკეთე ყურადღება, გაამახვილე ყურადღება, რომ თუ დარტყმის მერე მებრძოლი ეცემა საჯს უფლება რომ დათვალოს ნოკდაუნი. და ეგ უკვე მის კუთხიდან როგორ ჩანდა დარტყმისგან დაეცა თუ უბრალოდ ასე ვთქვათ ფეხი აუწურდა მაგიდან გამომდინარე წვეთს საჯი დათვალოს თუ არ დათვალოს. ესეც არა გიwazნახე, ფეხით რო შეალდეს, როდესაც დარტყმა ხდება. ხო, შეება ზოგადად საჯი ყურებს თვალებში, შეება ნოკდაუნი არ იყოს და არ დაუთვალოს, რაღაც არ ჩათვალოს და დაუთვალე, იშვიათია ეგ ოღონდ. როდესაც დარტყმა ხდება და მესამე წერტილს ეხება, საჯს სრული უფლება აქვს და ხშირ შემთხვევაში ვალდებულისა რომ დაუთვალოს, იმიტომ რომ დარტყმა მოხდა და ეცი. აი ამ შემთხვევაში მე მგონი ძალიან ყურადღება მისაქცევია, როგორ ჩანდა გიორგი ქიმაძის კუთხიდან, რატომ მიიღო გადაწყვეტილება რომ დაეთვალა ნოკდაუნი და მოვისმინოთ საჯის აზრი, იმიტომ რომ რეფერი იმ დღეს გიორგი იყო რინგზე. პირველ რიგში ყველას მოგესალმებით. ნამდვილად ჩემი შუა წერტილიდან ყველაფერი იმაზე კარგად ჩანდა, ვიდრე გვერდებიდან, შორიდან და მე ემოციებში ყოფილი ხალხი. ამიტომ პირველივე ნოკდაუნი მით უმეტეს ის შემთხვევა, როცა პირველი იყო, მას მოძრაობაზეც ეთხოვოდა რომ დაკარგული იყო და ხალხი არ მოხვედრია, მან სულთა დარტყმა გაატარა, დაეცა და მიკროფონი გაიჭი. თავიდან დავიწყო? ანუ პირველივე ნოკდაუნზე მას მოძრაობაშიც ეთყობოდა, როცა მე დარტყმა უთვლიდი იმ წამების მანძილზე, სანამ მას გაგრძელების უფლება მივეცი. შემდეგ მეხუთე რაუნდში გატარებული ნოკდაუნი იმაზე ზუსტი იყო, რაც მას პირველ რაუნდში მოხვდა, იმიტომ აქ კამერის კადრშიც არ ჩანს კარგად, მე ვდგავარ იმ კუთხეში ბრძოლის დროს, საიდანაც დარტყმა აბრიკოტი ესე ვთქვათ მარჯვენა კარგად ჩანდა, გრიზლი შედის შეტევაზე მახსოვს ზუსტად პირდაპირით, ლაშა ცდილობს აირიდოს ხელი და სანამ გრიზლი დაეცემა, შეგვიძლია გავამეოროთ ძალიან ნელ კადრში მე 1000 თუ უფრო მეტჯერ არა ვნახე ეს კადრი, როგორ ხვდება მას ქვევიდან ამორტყმული მარჯვენა ხელი და სახით ეცემა დაბლა. ანუ სუბთა ნოკდაუნი იყო ყველა და კეხლა კიდე იმის შემდეგ რაც მე ბრძოლები დამთავრდა და მე ვუყურე მე თავს გზრთული დამლაშავეთ იმაში რომ კიდე ორჯერ არ დავთვალე, იმიტომ რომ სრული უფლება მქონდა მანამ სანამ მეხუთე რაუნდში მე დათვლას დავიწყებდი. პირველ დაცემაზე სრული უფლება მქონდა რომ ჰუკი მოხვდა დაეცა და მე ეს ისე ეთყობა ისე ვიდექი რომ ვერ დავინახე და მაგიტო არ დავთვალე და მივეცი გაგრძელების უფლება. შეცდომა დაუშვი იმაში რომ დავეხმარე წამოდგომაში, უბრალოდ დავეხმარე წამოდგომაში, იმიტომ რომ არ მინდოდა ისეთი მომენტი იყო რომ ესე სწრაფად მინდოდა რომ გაიგრძელებინათ ბრძოლა, იმიტომ რომ ძალიან ახლოს იყვნენ გაცვლებში.
რაც შეეხება იმას, რომ გრიზლი იძახის, რომ მეგობრები, მე პირდაპირ ვარ და იმიტომ არ უყარო ხალხსო პირდაპირ ვარ, ჩემ ცხოვრებაში შეიძლება ორი ადამიანი მეზღებოდეს და ერთ-ერთი ლაშა იყო, რომელთანაც თავიდანვე დაწყების დღიდან დასანახად ვერ ვიტანდი რა. და ეხლა თუ ჩვენ ურთიერთობა დავალაგეთ და კარგი გამარჯვებას ვეუბნებით ერთმანეთს, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ძმაკაცები ვართ, აგერ არის კაცია და იტყვის დასამალი არავისთან არაფერი არ მქონია და არც დამიმალია. ერთადერთი კაცი იყო, ვისაც ყველა დანახვაზე მეზიზღებოდა, რომ უყურებდი რა. და თვითონაც კარგად იცის, რომ ესე იყო და ჩვენ ბევრი დრო გავიდა და რაღაცეები მე შევცვალე, რაღაცეები შეიცვალა ჩვენ შორის და ეხლა ჩვენ გამარჯვებას ვეუბნებით ერთმანეთს და სპორტი გვაკავშირებს და არ გვაქვს ცუდი ურთიერთობა, თორე ამის იქით ხო ჩვენ შორის არასდროს არაფერი ხდებოდა და იქ კითხულობდი და იძახდა რაღაცებს ძმაკაცები იყვნენ. არავინ ჩემი ძმაკაცი არ არის, იქ ყველა ერთნაირად მიხართ, გიყურებთ და ერთნაირად დაფასებთ. შენ თუ წესები არის, იმას არ ნიშნავს, რომ შენ გამოხვედი იქიდან და ახლო ბრძოლაში უიბრძოლა ესე, ხო, მესმის ახლო ბრძოლაა და ელემენტარული მებრძოლი ხარ და ის არიცი, რომ 10 წამი არ მომცაო კლინჩი მუშაობის დრო. როგორ უნდა მოგცე 10 წამი კლინჩი მუშაობის დრო, როცა ორი ხელით დაიჭერ, პირველივე წამზე შემიძლია გაგაჩერო ბრძოლა და ის არიცი ნოკდაუნი რა შემთხვევაში ითოლება და შენ გამოდიხარ მერე და იქ პოსტებს წერ და იქ ხალხს ალანძღინებ ჩემ თავს და ესე არ ხდება რა. თუ რამის თქმა გინდა, უნდა მოხვიდე და ოფიციალურად უნდა თქვა რა და ესე პოსტები არ უნდა დაწერო. ამ ხელა ბიჭი ხარ და იქ არ უნდა დაიწყო რაღაცები, თორე სანამ შენ მოხვიდო და პოსტების წერას დაიწყებდი, მე დავამთავრო უკვე პოსტების წერა რა. ეგ არაფერს აცვლის ვინ წერს ახლა პოსტებს და ვინ დაამთავრა. ჩემთვის ძალიან ბევრი შენ რო ამბობ შეიძლება შენ თუ შეურაცხყოფ არაფერს არ ნიშნავს, ჩემთვის ძალიან ბევრი ამას ნიშნავს. შენ რო ამბობ რომ იქ ყველაფერს ხედავდი ზუსტად ერთ მომენტზე გაგიმახვილებ ყურადღებას. ეხა გამასა აქვს დაპოსტილი ჩვენი პატარა ვიდეო, სადაც როცა წავიქეცი უკვე მუხლიც მედო ძირს და ხელიც, მაგ დროს ჩამაყოლა ხელი და მუხლი მოაყოლა ზემოდან და პირდაპირ გვიყურებდი ამ შემთხვევაში და მოგაყოლა ვინც რა მომენტზეც იძახი შენ ხელი ხო ჩამაყოლა ამ დროს რატო არ იმოქმედი არაფერი რა უნდა მომოქმედა რა უნდა რატო უტყავთ ხო ჯერ შენ დაგდებული არ იყავი როგორ არ ვიყავ სიტუაციაში ხო და შემოვედი და დათვლას ვიწყებ მე მაშინ დაწებული არ მქონდა შენ რაც გინდა ეხლა საშენოთ რაც იმას საუბრობ ეხლა როგორც გინდა რომ შენ იყოს არ მაინტერესებდა სიმართლე გაინტერესებს მაგას საუბრობ შენ მოიგებდი თუ ლაშა იქ რა მე რასაც ხედავდი იქიდან გამომდინარე ვაკეთებდი იმებს. მეგობრებო, პატარა ტექნიკური ხარვეზი ქონდა, გიორგი გამოხატავდა თავის აზრს და ნუ რა თუ გინდა გაგრძელო, თუ გინდა თავიდან ჩამოაყალებ. მე დავამთავრე, რასაც ვფიქრობდი ხა, თუ რამე სხვა შეკითხვა კიდე ექნება, შემიძლია გავცე პასუხი. კლინჩი როცა აქტიური ვიყავი, მაგ დროს რატომ აჩერებდი? ყველა გამაჩერი აბსოლუტურად. ეგრე არ არის რა. ყველა გამაჩერი არ არის. კლინჩი და აქტიური ვარ. ახლოს რომ მიდიხარ და ესე თავში ესე ეცაცუნები, ეგ კლინჩი აქტიურობას არ ნიშნავს. არ ვეცაცუნებოდი, სერიოზულად დარტყმებს. შეიძლება შენ უტარებდი, აკეთებდი. მაგრამ შეიძლება ის გიჭერდა ორი ხელი. შენ რატო უყურებ შენ ნიშნავს, რატო მე რაიც რომ შენ არ ვეუბნებოდი, მე სიტყვიერ შენიშნო. შენ გესმოდა მე რა ვეუბნებოდი? კლინჩი ვიყავი 50-ჯერ ალბათ და 50-ჯერ სიტყვიერი შენიშნო ის გაუგია. და არ ყოფილა ის 2-ჯერ 5-ჯერ რო დამიჭერს ადამიანი, რატო არ აკლებს ქულას? შენ მე ბევრჯერ მოგეცე შენ შენიშნო, რომ შედიხარ და ჩამოეკიდები კანაც ხელით იჭერ. ეს არ შეიძლება კანაძე ხელის მოკიდება და კლინჩთან ისე მუშაობა. პირდაპირ ორი ხელით ვემუშავებოდი. შეიძლება ერთხელ ორჯერ კი ხელი, მაგრამ ორი ხელით ავიყავი აქტიური. ორი ხელით ვიყავი აქტიური და თუ გვაჩერებდი იმის გამო რომ ლაშა მიჭერდა 5ჯერ თუ დამიჭირა მე-6-ს უნდა ქულა დაგეკლო ამის გამო. იმიტომ გაჩერებდით რომ რომელიღაცა წესს არ ღვევდით, მაგრამ მე ვერ დავინახე იქ წესს დავღვევარო რომ ერთი ხელით ურტყავი, ხან ორი ხელით და ხან რავი, სულ ყოველთვის ვაქტიურობ. მოდის მოვიხდი. იმიტომ რომ მინდა რომ ჩემი წვლილი შევიტანო ამ საუბარში. სხვა შორის დამავიწყდა იმით დაწყება რომ უზარმაზარი მადლობის მოხდა მინდა ბიჭებისთვის, იმ თავდადებისთვის, რაც გამოიჩინეს. იმიტომ რომ რავი, აი ხალხი მეუბნეოდა თქვენ ბრძოლის მერე რომ ასეთი რამ არ დაგვინახიაო. ასეთი განცვიფრებული ამ წონის ხალხის ბრძოლა არ დაგვინახიაო. და რაც შეეხება კლინჩს, მინდა თქმა იმის ანრი რომ დოლიაშვილის ასუე თანხმები რომ ლაშა ახშობდა კლინჩს. ნუ ლოგიკაც არის ხო ეხლა რატო მარტო მე ეს ორმხრივად იყო. პროსტა იმის გამო ხდებოდა რომ მოდიოდა მასა იყო და მეჯახებოდა. ბოდიში ლაშა უბრალოდ მინდა რომ ბოლომდე გამიგოთ. თუმცა მე გარკვეულ დონეზე გიორგის დავეთანხმები იმაში რომ იმ კლინჩს ვერ ვხედავდით რომელიც ნუ ფაქტიურად კლინჩის წესები პრაქტიკით ჩამოყალიბდა გამაში და ბევრი დავიდარაობით, ბჭობით და ასე შემდეგ. დღემდე ბევრს კლინჩი არ მოწონს. სხვა ორგანიზაციები
ასე ვთქვათ, უარყოფენ, თუმცა ცალკე ხელოვნებაა, ჩვენ ვფიქრობთ, ის მომენტია, რაც ათანაბრებს პროფ მებრძოლს და ქუჩის მებრძოლს, ასე რომ ვთქვათ. თუმცა აქ ანრი შეიძლება ზუსტად იმ შენი გაბარიტებიდან გამომდინარე და ფიზიკური ასე ვთქვათ, იდენტობიდან მძიმე დაზიანებას აყენებდი, მაგრამ გვერდიდან ეს არ ჩანდა. ეს არ ჩანდა, აი ბოლომდე დავათავრებ ფასბოდიში, პოზიციების აღება, დიდი ტრაექტორიდან წამოღებული დარტყმა სხვანაირად ჩანს, ვიდრე შეიძლება შენი წონის გათვალისწინებით და გაბარიტების გათვალისწინებით ზიანი იყო და იგივე ხა ჩხუბის ბოლოს სერიოზულად დაზიანებულები იყავით ორივე, ფაქტის ახეზია, მაგრამ დინამიკაში, აი გვერდიდან ეს აქტიურ ქმედებად ჩემი პირადი გადმოსახედიდან არ მაქვს პრეტენზია რომ საჯი ვარ და ესე უნდა იყოს. უბრალოდ ჩემას გეუბნებით რა, რომ ეს არ ჩანდა და მე რომ ყოფილიყავი რინგზე მეც გავაზავებდი მასეთ კლინჩს. იმიტომ რომ განსხვავდება ეხა კლინჩის ასე ვთქვათ საუკეთესო მომენტები მინახია ჭავჭავაძე და ბადურაშვილის ბრძოლის დროს. როცა ჭავჭავაძე ზურგს უღებდა, კუთხეებს უღებდა და იქიდან აზიანებდა. შეიძლება იმხელა იმის ნახევარი ზიანიც არ მიუყენებია, შეიძლება ბადურაშვილისთვის, ვინაიდან მეტად თქვენზე სამჯერ დაბალი წონა არიან. მაგრამ აი დინამიკაში როგორცა ბოლო-ბოლო ხო სანახაობას მოვიძიებთ ყველა მაყურებელი ჩხუბებს ვინც უყურებს. ასე ჩანდა გვერდიდან და მაგიტომაც მე აქ ვიზიარებ გიორგისას რომ აქედან ასეთი დარტყმა აქტივში ვერ გადის ბოლომდე რა და მაგიტომ ჩემი აზრით შეიძლება დამკლინჩს გაზავება თუმცა იმაშიც ვეთანხმები რომ ხშირად ინიციატორი კლინჩის ჩახშობისა იყო ლაშა და ეხლა იქ უკვე აქ არჩევერები იმსახურებდა გაფრთხილებას მინუსკულას თუ რას ჩემი აზრით არა თუმცა ეს უფრო მსაჯებისკენ უნდა იყოს მიმართული ძიმეწონების ვარდიში სადაც ყოველი დარტყმის მერე კლინჩი მთავრდება ეს ხო ლოგიკური არის ეს არ იწყებოდა მხოლოდ ჩემით ეს შეიძლება უფრო ხშირად იყო ჩემით გამოწვეული მაგრამ ასევე ადამიანით მოწინააღმდეგე მოდიოდა რაც არის აი პრეტენზიები უბრალოდ მე რისი მომხრე ვარ ხო მე გულახდილად გეუბნებით რომ მე რო ჩამეთვალა რომ ეს ბრძოლა არ არის ჩემი მე კამერას დავტოვებდი აქ მაგრამ ბრძოლას რომ უყურე მე იმის პრეტენზია გამიჩნდა რომ 4-ჯერ რატო არ აითვალა ნოკდაუნი თქო იმიტომ რომ ანუ წესებს მივყვები ჩემთვის მნიშვნელოვანი არის რომ იყოს სამართლიანი გამარჯვება მე პირველ რიგში რომ დავამთავრე ბრძოლა მიუხედავად რომ აი ვეღარ ვიყურებოდი თვალში მე ის თქვი რომ უმაგრესი ბიჭი არის თქო და არ ჩემი მწვრთნელები არ ელოდებოდნენ რომ ეგეთ ბრძოლას გააკეთებ აი ვაფშე არავინ არ ელოდებოდა არც გულშემატკივრები პირველი რაც აღნიშნეს რომ რა მაგარი ბრძოლა გააკეთეთო და შემდეგ უკვე მეუბნებოდნენ რომ გილოცავო ხო და ეგ ფაქტი არის და პირველი მე რა ვთქვი რომ აი ყველა ის პრეტენზია რაც იყო ძალიან მარტივად აიხსნა და უბრალოდ იმასთან არის დაკავშირებული რომ წესებში უფრო უნდა გაერკვეს ადამიანი და მეტთან არაფერთან მეორე ის არის რომ მე მაგაზე ვიდეოს დავდევი რომ მნიშვნელოვანი არის ბიჭებო რომ აი მე მქონია წაგებები და პირველი რაც ვთქვი მე ის რომ ეს არის ამ ბიჭის საღამოთქო მე ის ვაღიარე რომ მაგარი ბიჭი არის და ნიკასთანაც მე რომ მქონდა წაგება პრეტენზიების მეტი რა მქონდა მაგრამ არც ერთი პრეტენზია თქვენ არ გაიგონეთ და მეცაც გეტყვი რომ მე გადავაბიჯე ჩემ აი როგორ გვი ეგოს გადავაბიჯე და მივედი ადამიანთან და იმასთან ერთად აღვნიშნე მისი გამარჯვება. ხვდებით? ეგ ამდენი უნდა გააკეთოთ და თქვენ თავში ამდენი უნდა იმუშაოთ ამაზე, იმიტომ რომ ეხლა რამდენად ლამაზი გამოჩნდა, ყველაფერს დავანებოთ თავი, აი ეს 30000 პოსტი ფეხი ამომკრა, თავი დამარტყა, ქულები და გიორგი და ეს უბრალოდ არ არის ლამაზი. აი ეს არ მომეწონა და მაგისთვის პირდაპირ გეტყვი რომ აი ეს როგორც მეგობარ საყვედურს გეტყოდი რომ შეიძლება პრეტენზია კონდეს ეგ ნორმალურია და ეს გამოიყენე იმაში რომ მოდი კიდე ერთხელ ვიჩხუბოთ თქო მე გეუბნები ივლისში მე მზად ვარ და ეს პრეტენზიები შეკარი ყველა ჩადევი გულში წადი სავარჯიშოდ და მოდი ივლისში ვიჩხუბოთ კიდე ერთხელ თქო რა მაგრამ
მე არ მომეწონა რომ აი ლანძღვაში გადავიდა, პირადად შენზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ შენი მეგობრები და წრედან, წერდნენ მე და რა ვიცი რა, რატომ ლანძღავდნენ, მე ვერ მივხვდი. ეს არის სრულიად საქართველო, როგორც გამას პოსტზე წერს. სრულიად საქართველო. ასევე იწერება ჩემს სოციალურ გვერდებზეც. მესმის, მაგრამ ეხლა ის ფაქტი არის, რომ ეხლა ჩემთან არავინ განსაკუთრებით არ მეგობრობს და არავინ არ იყო იმ განწყობით, რომ მოდი ლაშას მოვაგებიოთო. შენ პროაქტიული ხარ და ჩემი აზრით, პირიქით რომ მომხდარიყო, მე უნდა მქონოდა პრეტენზიები. აი მე ჩემას ვიტყვი უბრალოდ ხა ანრის მიმართ პრეტენზია მე მგონი უსამართლო იქნება რომ აგოს ვიღაც მესამე პირების კომენტარებზე. ის მიკერძოება არ არის. შენ ხო არის არა მიკერძო ნუ ეგ ანრის აზრია და ასე მიაჩნია მაგიტომაც აჟღერებს და მაგიტომაც შევიკრიბეთ დღეს რომ სამართლობას გრძნობს ადამიანი. მე და გიორგი ხო მეგობრობთ და შევთანხმდით რომ მოდი წავაგებიოთო. მიუხედავად რომ ბრძოლა მოიგო და სინამდვილეში ქულებით ბრძოლა ადამიანს. რამდენი რაუნდი მოიგე შენი გათვლებით? ხო უყურებ ბრძოლას. მე მოვიგე 4 რაუნდი. 4 რაუნდი. მეორეს გარდა კიდე რომელი მოიგე? მეორეს გარდა რომელი მოიგე კიდე? მე მეხუთე ნოკდაუნი, პირველი ნოკდაუნი, მესამე მე შენ მოგცემდი ალბათ ან ნიჩია ან მოგცემდი მეორეს ან მეოთხეს. აი ამაზე ვისაუბრებდი რეალურად, მაგრამ პირველი რაუნდი შენ მოიგე, ესე იგი. პირველი ნოკდაუნის ხარჯზე თუ სრულიად მოიგე. შენ იყავი უფრო აქტიური პირველი ნომერი, მაგი ფაქტი არის, მე ვიყავი უფრო ზუსტი. ხვდები? ხომ უნდა შეაფასოს დარტყმა, ანუ როგორ შეაფასოს საჯმა ახლა შენი წინ მოსვლა, მაგრამ რო ხვდება რომ მოდიხარ დარტყმა პირდაპირ ამას შეაფასებ მსადი როცა იქეცი მაგას შეაფასებ მსადი დიდი ბოდიში რო გაწყვეტინებ ერთი ნუანსი მინდა შემოვიტანო კრივისგან განსხვავებით და ბევრ პროფორგანიზაციაში კრივშიც პროფესიონალურში უშუალოდ აქტივობა აგრესია ყოველთვის უპირატესობაა და გამაშიც ეს ნახდათ ასია ანუ აქტივობა და ინიციატივა ანუ პირველ ნომრად მუშაობა როგორც ასეთი ფასდება მეტად ვიდრე მეორე ნომრად. და აი საჭთან მინდა მეტად ჩაშლილად რო ახსნას ეს მომენტი. ნუ არსებობს ახლა პირველი ნომერი მეორე და გამომდინარე просто ვიტყვი უბრალოდ რელას ნახე ზოგადად ფასდება როგორ შეფასების კრიტერიუმი რა პირველი ადგილი უჭირავს სუფთა დარტყმებს. როგორც სუფთა ძლიერ დარტყმები როგორ მეწაუგნიშნე. მეორე კრიტერიუმი არ უკვე დარტყმების რაოდენობა. მესამე ასე ვთქვათ აგრესია და პოზიციები აგრესიაა რა აგრესიულად რამდენად მიდის წინ მებრძოლი რამდენად ცდილობს რომ ბრძოლა წამოიღოს რამდენად ურყავს არის პოზიციების აღება და ყველაზე პოზიციების აღება რა კლინჩი ეგ კლინჩზეა უკვე ხო საუბარი საუბარი და სუსტად მიყვარს ხოლმე ზოგადად მოკრივებს კლინჩი უჭირთ ეგ ძალიან მიყვარს იმიტომ რომ მთელი ჩემი კრივის კარიერა კლინჩაობდი მაგალითად ახლოვნის ბრძოლებს კლინჩი უნდა იცოდეს ორჯერ ორია კლინჩი მოკრივის მაგრამ აქ რატომღაც ყველას უჭირს და ყველას ბანძი გონია კლინჩი მაგრამ ერთ-ერთი ძალიან გამოსადეგი კრიტერიუმია რითი შეგიძლია ბრძოლა წამოიღო მარტო კლინჩი შეიძლება ბრძოლა მოიგო შემდეგ ყველაზე ბოლო კრიტერიუმი არის რა ზიანი იმიტომ რომ დამოკიდებულია რაზე შეიძლება ერთი დაგარტყა ძლიერ და ვეღარ იხედებოდა სახიდან და შენ დაარტყა 10 და არაფერი ტყობოდეს სუფთა ამიტომ ზიანი უკვე ბოლოსკენ არის შეფასების კრიტერიუმებში რაც შეეხება თქვენ ბრძოლას ჩემი აზრით აი რაც მე ეს რომ თქვა თავდაპირველად არავინ ელოდა 5 რაუნდს თქვენ ბრძოლაში მეც არ ველოდი პირადად რომ 5 რაუნდი გაგრძელებოდა ძალიან მე მგონი ეს ბრძოლა აპლოდისმენტებს მოიწვია ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო ყველაფრის მიუხედავად შენი გამოსლების მიუხედავად გრიზლიმ ძალიან მაგარი ბრძოლა მოგცა გრიზლის გაბარიტების მიუხედავად შენ ძალიან ნახევარ ბრძოლა ჩაუტარე გრიზლის და რავი, მართლა ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა იყო მძიმე წონებში, რაც მე მინახავს გამას ისტორიაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ თქვენი რევანში თუ შედგება, იმსახურებს ეს ბრძოლა რევანშს და სიამოვნები და ველოდები მაგ ბრძოლის ნახვას. რაც შეიძლება მალე მით უმეტეს და შეფასებაზე იმედია კარგად ჩამოვაყალიბე, თუ რამეა მე შემდეგში მინდა ცოტა დიდი გზელი ვიდეო ჩაწერა, რომ გამას მაყურებელმაც კარგად გაიგოს, როგორ ფასდება ბრძოლა, იმიტომ რომ ხშირადაა მსაჯებზე შეფასების კრიტერიუმებზე პრეტენზია. იმიტომ რომ ბევრმა არ იცის წესები, არ იცის როგორ შეიძლება შეფასდეს და ხშირად აყენებენ ზიანს თავში, როდესაც ზიანი არის ბოლოში. იმიტომ რომ ზიანით ვერ იხემძღვანელები, დარტყმებზეა კონცენტრირება სუფთა დარტყმებზე, რაოდენობაზე,
ხოლო კლინჩად შეეხება კლინჩზე ვიტყვი ეს რაღაცას რა წესებს ყოველი ბრძოლის წინ შეჯიბრის წინ ინსტრუქტორს ვატარებ კლინჩი როდესაც არის აუცილებელია ძლიერი დარტყმა ეხლა მძიმე წონის ყველანაირი დარტყმა ძლიერია მაგრამ დარტყმას თუ გააჩნია როდესაც ურტყავ ტანი გიჭირავს და ურტყავ ტანით არის როდესაც უბრალოდ დაიღალე და ცდილობ რომ იაქტიურო და ცდილობ რომ ამ აქტიურობით უპირატესობა წამოიღო შესაძლებელია წამოიღო უპირატესობა თუ მეორე მხარე არაფერს არ აკეთებს მაგრამ რეფერი იმისაა რომ ეს კლინჩი გააზავოს რომ სუფთა ბრძოლა ვნახოთ როცა არასარნახაობრივი კლინჩი ხდება როდესაც უკვე დაბოლოს მაგალითად აი road to გამოგვაქვს სამოყვარო ლიგა სადაც მეც რინგზე ვსაჯობ ხოლმე და ეხა ბოლოს ქონდა ისეთი ბრძოლა როდესაც კლინჩი იყო ძალიან დორი ასე ვთქვათ არაფერი ხდებოდა ვითომ ურტყავდნენ ერთმანეთს და ბრძოლა საერთოდ გავაჩერე იმიტომ რომ არ იყო კლინჩი ცუდად რომ დაიღალნენ დრო გაეყვანათ და იქ უნდა დაანახო საერთოდ შენ ბრძოლობ შეგიძლია და ურტყავ ეგ არის კლინჩი როდესაც ძლიერად ურტყავ და როდესაც უკვე აი როგორც არ მინდა ზარგონი გამოვიყენო ცდილობ რომ დრო გაიყვანო გაწელო და უბრალოდ უპირატესობა ანახო საერთოდ ეგ კლინჩი არ არის შეფიქრობ მე დრო გამყავდა კლინჩი არ ვფიქრობ რომ დრო გაყავდა მე ზოგადად არ ვაზიანებდი ისეთ დარტყმებს ვაყენებდი რომ არ ვაზიანებდი ძიმე წონის ნებისმიერ დარტყმა დააზიანებს მებრძოლს მაგას გეტყვი ნებისმიერ დარტყმა დააზიანებს მაგრამ იქ როცა იგივე მსაჯი ბადოს და ნიკანოზაძეს 25 წამია აჩხუბებდა კლინჩი მძიმე წონები რატო არ შეიძლება 10 წამია ბადოზე გეტყვი 4 მხრის დარტყმა კლინჩის დროს პირველად ვნახე მე მაგალითად 3 წელზე მეტია გამაში ვარ და ხრის დარტყმა 4 ზედიზედ, რავი, არ ამგონია რომელიმეს ენახოს. ისე ხრებით სერია არ მინახია ჯერ გამაში. კომბინაცია რომ ხრებით თუმცა შეიძლება ხო ზიანი ისეთი არ მოაქვს 92 კილოიანი მებრძოლის დარტყმას როგორც შენიწონის ანრი. თუმცა ბადოს და ნოზაძის კლინჩი სანახაობრივად საინტერესო ჩემ პირადად ვიზახი სუბიექტიურს მარტო მეტად საინტერესო იყო. და აქ მე მგონი გადამწყვეტი ქიმაძეს გადამწყვეტი რა საინტერესოა ქიმაძის სიტყვის მოსმენა. კი, მახსოვს ეგ მომენტიც დაწყების დროს ერთ მომენტში და დავაპირე კიდევ ჩარევა, მაგრამ მე ვხედავდი რომ ცვლი და იქ კლინჩი არ იყო ერთფეროვანი. სულ ცდილობდა კუთხეების შეცვლას ხან ერთ მხარით მუშაობდა, ერთ ხელით აიღებდა, მარჯვენა მხარი გადადიოდა მეორე მხარეს და რა თქმა უნდა, როცა ეს ყველაფერი აქტიურად მიმდინარეობდა, მე არ ვცდოდა. თქვენ შემთხვევაში იყო სულ ერთი და იგივე. დარტყმებით გაცვლა, მიიღებდი დარტყმებს, აწვებოდი წინ, მიდიოდი კუთხეში, ერთი ხელს ან ქონდა სულ ლაშას ტანქვეში, ან ზევიდან კანაძე და აკეთებდი ერთი ხელით დარტყმებს. კი, რამდენიმე დარტყმა ხდებოდა, მაგრამ მე ვერ ხედავდი იქ ამ დარტყმებს შორის თუ ერთმანეთს არ იჭერდით, რომ რომელიმე ისეთი დარტყმა ისეთ ზიანს აყენებდით, რომ იქ შეიძლებოდა რამე სერიოზული გამოეწვიოთ. მე პირიქით მაგ დროს ვცდილობდი, რომ კი, მომეშორებინათ ერთმანეთს და ცენტრში გამეგრძელებინა და მეყურებინა და მომეცაში თქვენთვის შანსი, რომ უფრო დიდი ზიანი მიგეყენებინებათ ერთმანეთისთვის, იმიტომ რომ თქვენ კლინჩს რას აკეთებდით კი, ორივეს დიდი ზიანი ჰქონდათ ძალიან მიღებული და ორივე ცვლით კლინჩი დარტყმებს, მაგრამ იქ ვერ ხედავდი მე დარტყმებს, რომელიც სულად შეცვლიდა რა, არ იყო იქ არც ერთხელ მხარი გამოყენებული, ან რამე პოზიციის შეცვლა დამენახა, ან ეს სულ ყოფილიყო, ნახე, შენ ორ წამში ერთხელ დაარტყავ ხელს და ეს მოძრაობ, არა. კლინჩი იყო სულ აქტიური, შენი ერთი ხელი რო იჭერს, მეორე ხელი არ აქვს მნიშვნელობა მარჯვენა იქნებოდა მარცხენა, სულ უნდა მუშაობდეს აქტიურად, რომ მე დავინახო შენი აქტიურობა და არ ჩავერიო ბრძოლაში. მე ამ შემთხვევაში არ ჩავერეოდი თქვენთან ბრძოლაში, მაგრამ ეს შენი აქტიურობა შეიძლება 30 წამი გაგრძელდეს. კლინჩი არ ნიშნავს რომ 10 წამი მუშაობ და მე ეცლები არა სანამ ხარ აქტიური კლინჩი მე არ მაქვს უფლება რომ ჩავერიო შენ და გაგაჩერო მაგრამ თქვენ კლინჩში მე აქტიურობას ვერ ხედავდი და ზუსტად მაგიტო გაჩერებდი პასში რო უცბად მასხან ნახეთ სპორტსია ბრძოლას უყურებდით არა ძალიან მარტივია ნახე ვიდეო მასალა არსებობს რო იძახი ესე აი ძალიან მარტივად ძალიან პატარა მომენტებით შეგვიძლია ყველა შენი ის აუ ეს ვიდეოებს ამონტაჟებ და არც იმის დამონტაჟება არ გაგიჭირდება შეგიძლია ყველა ნოკდაუნი ამოიღო და ხარში როგორ მოხდა ყველა რაუნდს ფოვიდან როგორ მოხდა რა როგორ მოხდა არ მაქვს პრობლემა კაცო რაც გინდა ის გააკეთე შენი გადასაწყვეტია პროსტა ზღვარეს არ გაცდე თორედ გეუნები ვიდეოების წერა ჩემი მოგონილია რა და თუ რამე გაინტერესებს და თუ რამე გინდა ვინ აგიკრძალა მე ბიჭო შენც ეგ გინდა და მე შენ დონემდე არ მოვალ რომ დავდგე და იქ რა ქვია აუ ეს რაღაცები დავიწყო გრეზლი მე არა მე სხვანაირად ვაკეთებ ყველაფერს და შეიძლება ვერც მოხვიდე არ მოვალ ერთმა დამიფარო შენ დონემდე ვაფშე არ მინდა შენ დონემდე რომ მოვიდე შეიძლება მოხვიდე ვერ მოხვალ გამიგე არ მინდა მადლობა
იყავ ისე როგორც ხარ შენ შენც დონეზე. თუ იყავი. რამე სხვა გაქვს, მე არ ჩემთან რაც ფუძხებზე ხარ. არ მაქვს პრობლემა რა. როცა გინდა თუთული რო ესეთი ჩემს მიმართ რამე ესეთი აგრესია გაქვს, რას მიწერ ფეის მოდი და კაცურად მითხარი ბიჭო, მაგრამ ბოდიში რო ყოველასთან ესე ვისაც ჩემი საჯობა არ მოგეწონებათ, თქვენთა ჭხუს ვერ დავიწყებ რა. ეს მართალია მოვიმატე, ჯერ იმაზე მეცნება ჩემ ღიბზე ლაპარაკობენ 20 ჯერ ჩემზე მძიმე ხარ ჩემი, მაგრამ ეტყობა ხალხს არ უყვარო მაგიტო ლაპარაკობენ ჩემზე, არა უშავს. ხუთი თვე მჭირდება დრო რა, აი მე ამ სიტყვას დაგიტოვებ რა. დღეიდან ყველაფერს ჩავიხსნები. არც საჯი ვიქნები, ოღონდ ნუ გეგონებათ რომ აუ სეო ქიმაძე იმითო წავიდა არა. 5 თვე გადავდებ ჩემ თავს, 5 თვეში როცა გინდა, როგორი წესებითაც გინდა, სადაც გინდა იქ უჩხუბოთ ბრატ. თუ შენ ეს გინდა და თუთული რო მზადა ხარ, როცა გინდა, სადაც გინდა და როგორც გინდა. всё, მე დავამთავრე. მე აქ შემოსვლამდე ზუსტად გამასოლთან ჩავწერე ვიდეო, სადაც ვამბობ, რომ სიამოვნებით მექნება რემატჩი აირონ ლაშასთან. იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია გაუშვებს ქიმაძეს საჯის პოზიციიდან. თუ დაგტოვებენ, მე პირადად მივდივარ ამ ორგანიზაციიდან. თუ ეს ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ვთქვი, ზუსტად ჩემს სიტყვებს შევასრულებ. თუ ორგანიზაცია გაგიშვებს შენ საჯის პოზიციიდან, მე ჩავატარებ ჭხუბს ლაშაროინიშვილთან და მაგის მერე ვიჭხუბოთ მე და შენ. არა მაქვს პრობლემა. ნახე, მოიცა. ერთ რაღაცას მე ვიტყვი რა. აქ გიორგი ვერ დაგითმობ ადგილს. უყურე გრიზლი. თუთი ლაპარაკი ყოველთვის არ მომწონს და არ ვთვლი ანუ შეგიძლიათ რომ ეს სიტყვა მე ვთვლი ბოდიში გონებაში და გეუბნებით რომ ესე მოხდება. მე ას ვიტყვი შენ გაგშენი უფლება ისე მოიქცე როგორც თავისუფალ ადამიანს და ვერავინ ვერაფერს ვერ გაიძულებს, კაცია და გუნება, ამაში სრული უფლება გვაქვს ყველას ისე მოიქცეთ როგორც გული გვარნახობს. თუმცა ქიმაძემ როგორც თქვა 5 თვე გადადებს და რამე ეს მისი პირადი ამას თქვა გადაწყვეტილება იქნება და უბრალოდ რავი აი მე ვთვლი რომ არასწორი იქნება თუნდაც 100 და 200% სიმართლე შემხარეს იყოს ობიექტიური, სუბიექტიურიც არა. და ჩვენს უტყვანები ვიყოთ, არასწორია ასე წაყენება კითხვის. ეხლა ლაშასთან რევანში, როგორც ასეთი, თავისთავად საინტერესოა. ჩვენ კულუარებში შეგვიძლია განვიხილოთ სხვა იგივე მსაჯობის პირობებში მე საერთოდ რინგზეც არ შევალს. არ არსებობს რომ დავაბოლოვებ ჩემსაც დავაბოლოვებ. მე არ მოგიწოდებ რომ მოიქცე ისე როგორც ჩვენ გვინდა. იგივე რეზულტატი დაიდება და იგივენაირად დაიცავთ იმ რეზულტატს როგორც დღეს აკეთებთ. იმ საჯებით ხო არ მოხვიდოდი რომ მაგრამ შენ მსაჯემ არ მინდა ჩემს საჯების საბედნიეროდ ყავს გამას. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ სხვადასხვა სცენარი. საჯაროდ გინდა თუ კულუარებში, მაგრამ ეს წინაპირობა უბრალოდ მიუღებელია. მე წავალ გამადან. მოდი ასე დაგასწრებ. ასეთი პირობა რო გაგრძელდეს. ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსირე. ბევრ მომენტზე ვისაუბროთ, დარწმუნებული ვარ რომ ბატონი ქიმაძეც არ იქნება იმის მომხრე რომ შენი შემდეგი ბრძოლა იმ საჯოს იმდენი კომენტარები და ჰეითი მიიღო და ეს ღია საკითხია და კომენტარები და ჰეითი იმდენი გვაქვს გამასგან მიღებული გამას გვერდებზე. რამდენიც ჩემზე მეტი არავის არ აქვს მიღებული, მოდი ასე გეტყვით რა. მე პირადად მიმიღია გამასგან და აგერ ბიჭები არიან და ნებისმიერს მიუღია ძალიან ბევრი შევაცოდებთ მაყურებელს უბრალოდ გეტყვი თუ ვინმე ქიმაძეს დაუწერა რაღაცა პირველიც არ იქნება და არც ბოლო იქნება კი ბატონო ვფიქრობ იმიტომ ხო არც მისაქცევი ყურადღება მაგრამ ანდრი უბრალოდ გაითვალისწინე ყურადღება დაუთმე ყურადღება იმას რომ და გაითვალისწინე რომ ეს არის უბრალოდ ულტიმატუმი, რომელსაც პრინციპულად ვერ წავყვებით. ხო ხტები? ჩვენ შეგვიძლია ბევრ რაღაცაზე ვილაპარაკოთ. მე ულტიმატუმს არ გიყენებთ. მე ჩემს სიტყვას ვამბობ და შევასრულებ. მე უკვე დავაფიქსირე ჩემი სიტყვა და ამ სიტყვას შევასრულებ კიდევ ერთხელ. ქიმაძე თუ გამას მსაჯად რჩება, შენ არ გაქვს იმაზე მე ორგანიზაციაში დავაზუსტებ რა, უბრალოდ მინდა დაზუსტება. აი ზუსტად იმას რასაც აჟღერებ, იმას ვაზუსტებ. შენ ანუ გინდა თქვა
აზრი არა აქვს შენ ბრძოლაში თუ სიტყვაზე, რავი, საბა ბუცხრიკიძე თუ, რავი, ჯემალ ხაჩიძე თუ ვინც იქნება. ვაფშე შენ რო არ გეხება იქ იმაჯე რო იმსაჯებს, შენ მაინც ორგანიზაციის წევრი არ გინდა იყო? არა, იმიტომ რომ შენ ბრძოლებზეა საუბარი. ჩემ ბრძოლებზე არ არის რა, მე პირადად ვფიქრობ, რომ ძალიან მთელი ჭუბის განმავლობაში იყო ლაშა როინიშვილისკენ ეს მსაჯი და ბევრი ნიუანსია კიდე რა, ძალიან ბევრი ნიუანსი, რის გამოც ვფიქრობ, რომ ან ეს კაცი უნდა იყოს თქვენი მსაჯი და მე აღარ ვიყო თქვენი მებრძოლი, ან პირიქით. მოგაწვდი გიგა მიკროფონს. მოგაწვდი. არანაირი პრობლემა არ მაქვს არც ერთზე მე. არც ერთზე. სიამოვნებით ჩავატარებ ლაშა როინიშვილთან ჭუბს, მაგრამ თუ ეს მსაჯი თქვენ გინდათ რომ ყავდეთ, მივაწვდი მიკროფონს გიგას. მე ამ შემთხვევაში თქვენთან ურთიერთობას დავასრულებ და აღარასოდეს აღარ ვიჭუბებ თქვენს ორგანიზაციაში. ბატონ გიგა კუხალაშვილს უნდა აზრის აფიქსირება. ეს ულტიმატუმი არ არის, ეს არის ჩემი პოზიცია და ანდრი, ძალიან არ მინდა რომ ასე მოხდეს, რომ შენ არ იჭუბო ჩვენს ორგანიზაციაში და ურთიერთობა არ გქონდეს ჩვენთან. მე დაზუსტება მინდა. შენ გიორგი ორგანიზაციაში არ იყოს გულისხმობ საერთოდ მოწავიდეს ორგანიზაციიდან თუ შესაძლებელია პირობითად განვიხილოთ ის ვარიანტი რომ სხვა რეფერი იყოს თქვენს იმაზე მე ვთვლი რომ ჩვენ ერთობლივად შევარჩევთ პირობითად მე ვთვლი რომ მიკერძოებული იყო ჩემი ჭუბი მიმხრობა იყო თვალსაჩინოთ და ამის გამო თუ მე დავრჩები ორგანიზაციაში იგივე პირობებში აღარ მინდა ჭუბი მე აღარ ხო და სხვა პირობა არის როცა სხვა რეფერი იქნება და სხვა მსაჯები სადაც გიორგი მსაჯობაში შენ ბრძოლაში არ მიიღებს მონაწილეობას ეს სხვა პირობაა არ ვაპირებ აქ შემთხვევაში არ ანუ გიორგიმ სამსახური უნდა დატოვოს მაგას რა ვიცი თქვენ თუ იცავთ ამ ყველაფერს თქვენ თუ ფიქრობთ ჩვენ ვიცავთ არა რაც ვიცავთ ყველა თავის ასიცავს არც თქვენთან არაფერი საქმე არ მაქვს მე არც მე თქვენთან არ მაქვს არანაირი საქმე. არავინ არ ვიცავთ ჩვენ ხო რომელი მხარეს სადაინახე რომ ან მე ან გიორგი რომელი მხარეს ვიჭერთ. ყველა მაგიტომაც შეიკრიბა აქ ყველა ადამიანი რომ ყველამ თავისი აზრი თქვას ხარის დაჭერაზე ხო არა. ესა ჩემი გამყარებული აზრი. რაღაცას მე ვიტყვი ხა უცებ რა. ესეთი მყარი აზრი არასოდეს არ მქონია. არავის არასდროს შემთხვევაში არ მომდომები არც მინდა და არც არავის ჩავაყენებ სულ მდგომარეობაში. მე მივდივარ ხო გეუბნები რომ მე არც ვაპირებ ისედაც რაც არ უნდა გააკეთონ ამათმა მე აღარ ვიმსაჯებ. მაგრამ იმაზე ვარ ეს დღეს შეგაგდებ შენ რაც ამ ჭუბის მერე იყავი და მიჯერე ზუსტად 5 დღეში ხო იძახი რომ აი ლაშასთან ვიჭუბებ რევანში და მე შეთან მინდა ჭუბი ხო ამბობ კი ხო იჭუბებ ჩემთან ხომ როდესაც იძახი კი ხარაშო ჩათვალე რომ მე აღარა ვარ მსაჯი ოღონდ განა იმიტომ რომ მე აქედან უნდა გამიშვა მე მინდა რომ ესე იყოს რა იმიტომ რომ ბიჭო აქ ორგანიზაცია არ არის და აქ ჩემთვის ბევრად იმაზე ძვირფასი რაღაცეებია ვიდრე შენ წარმოგიდგენია და ვიდრე ბევრს წარმოუდგენია იმიტომ რომ ბევრი ჩემთვის ძალიან საყვარელი ხალხია და მე იმ ხალხს იმ სიტუაციაში არ ჩავაყენებ რომ არჩევანის წინაშე დავაყენო რა და როგორ უღერს მე ესე გავაკეთებ რა ჩემი მხრიდან რომ არა მე არ მინდა გიორგი ბოდიში აქ არჩევანი არ არის ჩემს ულტიმატუმებით ვერავინ ვერ შემოიტანს თავის სიტყვას გამაში აი დაგანახებ რა როგორ გვინდა რა პრობლემაა სპორტულად ოღონდ მე შენთან სხვა არანაირი ის არა მაქვს რა ქვია არანაირი პრობლემა არა მაქვს ვიჭუბოთ მე და შენ რა ვიჭუბოთ სადაც გინდა იქ ვიჭუბოთ და არც ეგ არა მაქვს პრობლემა კი ბატონო არც მე არ მაქვს არანაირი პრობლემა კი ბატონო მოიცა face to face-ია თუ რა ხდება მე მგონი ახლა ჭუბი აიწევა ცენი რომ დავა face to face კაი მაშინ face to face-ი გავაკეთოთ მე მგონი ქიმაძე გრიზლი ჩაინიშნა მე წამართვით ბრძოლა მე ვიჭუბებ პირველი თავისთავად ეგ ყველაზე საინტერესოა ანდრი ამას არავინ ახტება და ისეთ ფორმაში ვიყო რომ არასდროს მე სხვა მსაჯებს არ დააბრალოს რა ვიცი შეიძლება მე ვიღაც თორნიკე მოვიდეს და იქ თქვას რომ ის იყო მსაჯიო და აღარ მინდა წამართოს მოდი ორი სიტყვას ვიტყვი მეც რა მაგას დაკავშირებით რაღაც თავარი მსაჯი ვარ და მსაჯა კოლეგია თავარ მსაჯთან ექნება კიდე ერთი კითხვა რა ან ვიტყვი ამაზე მე დოლეაშვილი წავიდეს ნახე თავარი მსაჯი ვარ მსაჯა კოლეგია მე მაბარია ზოგადად მებრძოლებს ნე პრეტენზია პირველი მე უნდა წავიდე ორგანიზაციიდან და თავარი მსაჯობიდან ეგრე გამოდის მაგრამ ეგრე არ არის ნახეთ მებრძოლის პრეტენზიით ესე მსაჯს მე ვერ დავთმობ. მე შემიძლია პრაქტიკაშიც გქონია. მართლა მქონია პრაქტიკაში და ახლა სახელებს და გვარებს არ დავასახელებ. მებრძოლს რაღაცა უთანხმოება ქონია მსაჯთან, ასე ვთქვათ, ბრძოლიდან გამომდინარე რაღაც არ მოეწონა. იმ ბრძოლაზე იმ მსაჯს არ ვარეფერებ, ესე ვიტყვი და არც ვამსაჯებ.
არც გვერდთამსაჯად, არც რეფერად. ქონია პრაქტიკაში გიოს დამეთანხმება, რაღაცა უთანხმოებები ყოფილა, რო არ მოწონებიათ რაღაცა მებრძოლებს და კონფლიქტი რო თავიდან იყოს არიდებული. უთანხმოები ყოფილა კი არა, ყოველ კვირაში ორჯერ მინიმუმ უთანხმოებებია. მე ვიძახი რომ ცოტა ისეთი რა, ამ პოლემიკაში იყვება კონსენსუსი ყოველ. ხო და მაგიტო იმ საჭს მე მაგალითად ხო ვაყენებ საჯი ვინ რომელში ჭუბზე უნდა იყოს მაგალითად გვერდთამსაჯი, რეფერი. იმ საჭს ვცდილობ რომ იმ ზონაზე არ იყოს. რადგან მე ვზრს პრეტენზია აქვს და მე ექნება უკმაყოფილება რომ რატო იყო ის. მიკერძებული თუ ერთხელ იყო, შემო მეორეთიც იყოს, ხო მებრძოლის ასე ვთქვათ აზრებში და მაგიტო მებრძოლს რო არ ჩავაყენო უმცირესობაში ამ შემთხვევაში, მაგას ვითვალისწინებ, მაგრამ ის რომ მებრძოლის პრეტენზიით რომ ვიღაც არ მოწონს, ხო, სხვა ნახე ერთ ადამიანის პრეტენზია რომ ვიღაც არ მოწონს, სხვა სამსახური არ უნდა დათმოს, ხო? მაშინ ეგრე არის მე უნდა მუშაობდეს, შეიძლება არც გიო უნდა მუშაობდეს და გამას მებრძოლების არც ერთ არ უნდა ჩხუბობდეს, იმიტომ რომ დაიტოვეთ, პრობლემა არ მაქვს. მე წავალ ამ ორგანიზაციიდან, იმიტომ იგივე პირობებში ჩხუბს არ ვაპირებ. მაგას არ ვძახ, მებრძოლი უნდა დაიკარგოს, ხო? რა გინდა მე როგორც საჯი გაძლევ იმის პირობას, ასე ვიტყვი, რომ შენ რახანს თვალზე ქიმაძე არ გინდა რომ იყოს, შენ იმსაც არ იქნება. არც შენ ჩხუბზე არ იქნება ქიმაძე. რამდენი ესეთი ადამიანი უნდა მოხსნათ, რა ვიცი ძმაო. მთავარი მსაჯი ხარ, ჩამოთვალე რის გამოც აფასებთ ბრძოლებს, ხო? იძახდი რომ პირველი არის ის რომ აგრესიული ვინ არის, ვინ არის აგრესიულ შეტევებში და აგრესიული შეტევა თუ ერთხელ მაინც ლაშას მხრიდან იყო გამახსენეთ სადღაც. და ამის შემდეგ რომ ამის შემდეგ თუ ეს ყველა თქვენმა მსაჯმა იცის, ამის შემდეგ რომ ერთი მსაჯი 44-ით 50-ს უწერს ლაშას. ცოტა არარეალური მეჩვენება, ცოტა კი არა ძალიან აგრესია არ არის. გიორგის თუ უსმენდი სუბთა გატარებული დარტყმები, მაგრამ 52-50 აგრესია იყო მესამე. არ ვეთანხმები მაგ ბრძოლაში. იმიტომ რომ თანაბარი ბრძოლა იყო. შენ ეს აგრესია. რაში ეტყობოდა გამყრელიძეს, რომ ჩამითვალა ეს აგრესია. 50 დაუწერა ლაშას და 44-ში და სუბთა გატარებული დარტყმებში. მე უბრალოდ ლაშა მაინც არ ყოფილიყო ეგანგარიში ფსიქოლა ძალიან დიდი. ყველას მოსვენა მინდა. მე იმას ვერ ხვდები რომ სინათლის გასარკვევა თუ არ უნდა გავარკვიოთ ყველაფერი, ხო? ბატონო, თავარი მსაჯი ამბობს ჩამოთვალა ის ნიუანსები, რაშიც რითიც ფასდება ბრძოლა, დამიწერა ერთმა მსაჯმა 44 მე. ვერ გავიგე ხა. მე უნდა ვასწავლო ყველა მსაჯს როგორ უნდა აკეთოს და რა უნდა აკეთოს. ბატონმა გიორგიმ უნდა ასწავლოს ყველას და შესაბამისი, რავი, კურსები თუ რაცაა საჭირო და ამის შემდეგ უნდა დასვას მსაჯად და ვიღაცა გამოუცდელი ადამიანი თუ დაждდება იქ და უბრალოდ ადგება და ერთ-ერთ ადამიანს მიემხრობა ან თუ სხვა ბრძოლას უყურებს, ეს სამართლიანი რა თქმა უნდა არ არის. შენ როგორ აპარაკობს ხუს წესებზე, როცა არიცი ნოკდაუნი როგორ უნდა დაგითვალო, მებრძოლმა. არიცი კლინჩი როგორ უნდა იმუშაო, შენ საჭს როგორ ეუნები იმის საშუალებას. მე რომ მეყურებინა და გვერდზე მჯდარიყავი, შეიძლება 53-50 დამეწერა, იმიტომ რომ მე შეიძლება პირველი რაუნდი ნოკდაუნი რო იყო, ლაშას მხარეს დავინახე. მაგრამ 10-ით რა იწერება, იცი მაინც ქულები როგორ იწერება? არიცი. ესე ლაპარაკი. როცა რაუნდს მოიგებს მებრძოლი. როცა რაუნდს მოიგებს მებრძოლი. კარგად პირველ რაუნდს. როცა რაუნდს მოიგებს მებრძოლი და იგივე მებრძოლს ნოკდაუნს დაუთვლის მსაჯი. ანუ შენ მოიგე და ნოკდაუნი იმას დაუთვალეს? თუ არა, მე მოვიგე ვთქვათ და ვთქვათ კი არა ესე იყო პირველი რაუნდი, მე მოვიგე და მე დამითვალე ნოკდაუნი. ხო, ფრეა? ფრეა, ხო, ეს ყველაფერი. კი. კი, და აი რა. მე დათვალე, ხო, ეს არის 9-9, მე გააგრძელე. მე წააგე რაუნდი 1. 9-9 თუ არის, როგორ დაუთვალა? 50 ამ კაცს. ბოლო დათვალა 8. დათვალება რამდენია ეს? ბოლო რაუნდიც წავაგე ესე. რაუნდიც წააგე და ნოკდაუნიც გაუშვე, ეს არის 58-40. ბოლო ორივე რაუნდი. შენ რასაც აკეთებდი? ხანდახან ზურგსაც კი მაქცევდი ისე გარბოთ. მე გეტყვი ახლა ერთ რაღაცას. ზურგსაც კი მაქცევდი ისე გარბოთ. ბოდი შილაშა. ერთ წამი ბოდის ჩემი აზრით მე გეტყვი ახლა მე როგორ დავითვლიდი, როგორ დავინახე იმის შემდეგ. ჩამოვედი და უყურე თქვენ ბრძოლას. პირველი რაუნდი იყო ფრე. მეოთხე რაუნდი იყო, სადაც შენი იყო რაუნდი, დანარჩენი მეორე, მესამე და მეხუთე რაუნდი ზუსტად ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებდი, როგორ გადაწყვეტილებას ფურცლებზე იყო. ჩემი აზრით პირველი რაუნდი იყო ფრე, მეოთხე რაუნდი იყო შენი, დანარჩენი რაუნდები შენი არ იყო. ითი ითვლი შენ. აშკარად ვერც რინგიდან უყურებ, ვერც ეკრანიდან.
ნახე, უნდა შენ უყურებ მარტო შევხარეს, ეგ არის შენი პრობლემა. წესებს არ უყურებ და სხვა მხარეს არ იყურებ. აი როგორ აბა შენ ადაინახე, რა ხელი მოვარტყი. საერთოდ რო ურტყავდი, ერთი ორს როგორ ურტყავდი, იმას მაინც აყურდებოდი, რომ რომც არ ეს რო ოდნავ გადაწეულიყო ხალხში გადავარდებოდი შენ თვითონ. ანუ დარტყმას არ გახვედრებ და ისე ვარდებოდი კანატოში. მაგას თავისი მიზეზი აქვს, თუ გინდა თავარსა. მე არაფერი არ მინდა, ეგ შენ გინდა მიზეზი თორე მე მიზეზებს არ ვეძებ. მე გეუბნები იმას, იქიდან გამომდინარე შერასაკეთებ. გამიჟღერებია არავისთან, იმიტომ რომ მე ვარ ის მებრძოლი, რომელიც არავის არც ერთ მებრძოლზე უარი არ უთქვია, არც ერთი ბრძოლა მარტო არ ხარ, კიდევ ვარ აქ ისე ვინც არასდროს ჩახსნილა, მიუხედავად იმისა, მინდა რომ გიორგი დოლიაშვილმა თქვას რატო ვიქცეოდი და რა მჭირდა ჩხუბის მაგაზე ზუსტად ჩხუბის წინ სამ შეჯები დაიწყებოდა ანდრე შემხვდა მითხრა რომ სიცხე ქონდა უთხარი რომ თუ მართლაც მდგომარეობაში ხარ თქო თუ გინდა არის ჩხომეთ რაღაც მაგრამ ნუ ანდრემ რაღაც ფულების დათვლასთან ეს რამდენად გავშვა არა ფულების დათვლასთან რაც მითხრა ხო და მაგიტო რომ თუ ბარბაცებდა სუსტად იყო მაგრამ მე გამოვედი და უარი არ მithქვია ჩხუბი მე არ ვიძახი რომ ფულების დათვლასთან ეგრამე ამაზე არ გეჩხუბო მე შენზე იყო დამოკიდებული ჩხუბი თუ არა მე საიდან უნდა ვიცოდე რინგის საჯმა ანდრი ციცხი აქვს თურმე და მაგიტო მოძრაობს მე რომ ეგ მინდოდა ვინმეს წოდნოდა ყველას ვეტყოდი მაგრამ დღემდე არავისთვის არ მithქვია როგორ არ საბაგეროდ ისეთი რაღაცები თქვი რაც შეიძლება და არ გეთქვა და გეთქვა რომ ეს სიცხე მქონდა მაგიტო ვიყავს თუმრობაში მაგრამ შენ თავის მართლება დაიწყე და ნახოთ კაცო ცხოვრება კიდარი და მარტო მე არა ვარ ამაზე მე ვნახოთ რა სიზავ მარტო მე არა ვარ ამაზე ვინ შენი ძალიან ჩემი ხალხი გრიზლი შენთან ჩემი ხალხი ჯერ ჩემი ხალხს თავი დაანებე ჯერ რაღაცას გეტყვი ძალიან მარტივია $100 შეიძლება გადაიხადო და გააგზავნო შენი ვიდეო და აი შენ თუ იმას მოიტარო მე არასწორად ვიმსაჯე აი ერთად გავაგზავნოთ ხო იძახი რომ აი მოვალ სახალხოდ დავდგები და ვიტყვი რომ აი ძალიან დიდი ბოტი მე არ ვიცოდი წესები მე გამოვიქეცი არასწორად და სახალხოდ გამოვალ ყველა წინაშე მოვიხდებოდი $100 ჯდება ძმაო შეგვიძლია გავაგზავნოთ მე გადავიხდი მაგას ბაზარი არა გავაგზავნოთ მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მოვა იგივე რაც იყო მე რას იზავ არ შეგწყვება შენი საქციელის რა როგორც იქცეოდი პირველ რიგში იმას გეტყვი რომ მოდი მაშინ დაველოდოთ ამ ყველაფერს დაველოდოთ და თუ ის რეზულტატი არ იქნება რაც არის ხო შენი ხდი ბოდიში ესე ბაზარი არა სახალხოდ გამოვალ და ყველა წინაშე ვიტყვი რომ ბოდიში შემეშალა ჩემი ბრალი ყოფილა მე არასდროს ბიჭო მე არ ვარ ის ტიპი რომელსაც მე არასდროს მე გადავიხდი მაგას მაგრამ მე არასდროს მე გადავიხდი მაგას შო ძალიან მარტივი $100-ზე ნუ იქნება მე გადავიხდი მოდი მაგთან ხას თუმცა რავი რა გადამწყვეტი იქნება ეს მისაღები გადაწყვეტილება თქვენთვის ყველასთვის რომ სადვაგზავნით ეგ ვის თავაგზავნით სიმართლე იყოს ხო რას ხო რა თქმა უნდა მე მინდა რომ ანუ ნახე მე ეს ჩემი აზრია როგორც ეს არის თავის აზრი ხო მე ესე დავინახე ბიჭო მე არ მინდა პროსტა ნახე შეიძლება ხვალე მოხდეს მართლა იგივე ზუსტად რა და ვიღაცა გამოვიდეს და აი გიორგი ქიმაძემ ესე რაღაცა ვერ გააკეთა და ან რა გაუკეთებ ეძახიან თქვენ რომ გეძინათ სახში მე 6 წლიდან სპორტში ვიყავი და ვაკეთებდი და თქვენზე ძალიან ბევრი მეტი ვიცი რა და ბევრი რაღაც მიკეთებია და არ რამდენი წლის ხარ 31-ის მე ვარ 38-ის და 22 წლამდე ბოქსიორი ვიყავი რა მე შენ ბოქსში არასდროს მინახი ხარ არ ვიცი ხო დიდი ასაკობრივი სხვაობაა დიდი ასაკობრივი სხვაობაა და შესაძლებელია რომ ამ სიბერეში შევხვდეთ მე და შენ რა და გამოჩდება იქ მე ბებერი ხარისა როგორ ხნავს მე შენთვის არ მეთქოს ბებერი ხარ მეთქი ეგ შენ თავი ბებერი ალბათ არ ვიცი ანუ რა ეს იქ რაღაცა მე მინდა რომ სიმართლე რა იმიტომ შეიძლება ხვალე გამოხდეს ზუსტად იგივე პრობლემით და აი მე ესე ილაპარაკო რატო უნდა ილაპარაკოს როცა ამხელა ორგანიზაცია ვარ და შეგვიძლია რაღაცა მარტო მე არ ვარ მარტო მე არ ვარ ამაზე ძალიან ბევრი ადამიანი აი ვინ არ არის პლის ძალიან ბევრი ადამიანი ვინ არის შენ შემატკივარი არის იმას რომ შეიძლება ჩემი გულშემატკივარია შეიძლება საერთოდ არ არის ჩემი გულშემატკივარი და მე აქ იმხელა ჰეითი მქონდა ერთ დროს რომ 95% საქართველოს თითქმის მლანძღავდა და დღეს ჩემს მიმართულებით ჰეითი არ არსებობს იმიტომ რომ ყველა არის მას შემდეგ რაც ყველა ადამიანი არის ერთი და იგივე აზრზე ყველა ადამიანი ბიჭებო ახლა თქვენ გარკვეულ დონეზე მხარეები ხართ და ამ შემთხვევაში კონკრეტულში გარკვეულ დონეზე გიორგის მხარეა ვინაიდან შენს მიმართ გარკვეული პრეტენზია და კიო, აი, აუდიტორიას დავამთავრებ ფას. უბრალოდ ეხა ხმამაღალი სიტყვებით ისმის რომ არავინ, ვერავინ და ასე შემდეგ. მოდით რა, ობიექტურობა შევინარჩუნოთ რაღაც დონეზე მაინც და ანდრი როგორც შენ ყავს და
მათ შორის ჩემ გულში დიდი თბილი ადგილი მოიპოვე, იგივენაირად როგორც ლაშამ, გიორგიმ თავისი პიროვნებით, თავის ბრძოლებით, თავის ჭერმეტყველობით და ასე შემდეგ. ყავთ თქვენი აუდიტორია ხა, ნუ გაორბივართ სიმართლეს. შენ უზარმაზარი აუდიტორია ყავს ზურგის უკან, იგივენაირად ლაშას და გიორგისაც, მიუხედავად იმისა, რომ არ ამუშავებს სათანადოდ თავის სოთქსელებს, ძალიან ბევრი ცნობს და ძალიან ბევრს უყვარს. არანაკლებად ბევრს პირიქით. და ყოველივე ხა ვინც ლაშას გულშემატკივარია, დიდი ალბათობით ნაკლებად ევასები შენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში და პირიქით. ვისაც შენ ძალიან უყვარხარ, მით უმეტეს ჩვენი რაიონიდან ნაკლებად ევასება ლაშა. ძალიან ლოგიკურია, ხო, რასაც ვიძახი. და სიმართლე ეგ არის, რომ ყველას ზურგს უკან ყავს თავის მაყურებელი, რომელიც თავის ფალავნის მხარეს არის და აქ შეიძლება ობიექტურობა მასაში რო ეძებო, მთლად სწორი მომენტი არ არის. ხა პროსტა გიორგის რატომ მასა 99% რო ფიქრობს იმას რომ ჩემი გამარჯვებით დასრულდა exit poll-ი ვინ ჩაატარა 99%-ს აუის გადახედეთ კომენტარებს გინდა გამასოციალურ ქსელებზე ჩემი და ლაშას მოდი ერთი წუთი ფოტოებზე და გინდა ჩემ სოციალურ ქსელებზე ეს ყველაფერი ახლა იმგონება აი იმენა ბაზარს ხო ხვდები აი ძალიან დაბალფასიან ბაზარს. არა ყველაფერი უკვე არის გადაწყვეტილი. ყველა საკითხზე რაც ეხებოდა რეფერის ხო ხვდები მეც მაქვს პრეტენზიები, მაგრამ 4 ნოკდაუნზე არის. მაგრამ მე გთავაზობ აი ესე მე ვარ გამარჯვებული, დამსახურებულად გამარჯვებული და ეს არის გადაწყვეტილი ფაქტი. ეს ეხლა რაც გძელდება, ეს არ არის ის რაც შეფასდება ვაშკაცობით, ხო ხვდები? ეს არ არის სწორი საუბრები ეხლა. მე გეუბნები შენ, თუ გაქვს პრეტენზია, მოდი გავაკეთოთ რევანში, თუ გინდა გიორგისთან ბრძოლა, იბრძოლე, მაგრამ მორჩეთ აი ამ სისულელეს ეხლა. აი ეს არის ყველაფერი რაც რატოა სისულელე ლაშა? როგორც მინიმუმ აზრებს ვსვლით ეხა, კაც თუ მიაჩნია რომ შეცდომა იყო დაშვებული და ასე შემდეგ. რატომაც არა აქვს უფლება რომ ისაუბროს? მით უმეტეს ბევრი იზიარებს მის აზრს. პასუხი გაეცა ყველაფერი. აქ იმაზე ხო არ დგას საკითხი რომ მოდი ახლა ლაშას დამსახურება დაუკარგოთ თუ რავი ის ბრძოლა არა შემდგარად ჩავთვალოთ. ვაფშე არ არის ამაზე საუბარი. იმიტომ რომ აქ მოსული ვარ აქ არის ღია სივრცის და საჩხუბრად ვარ მოსული აქ. მე გეტყვი ეხლა მე გეტყვი ჩხუბი ეხლა. შენთვის საინტერესოა ჩხუბი და ჩემთვისაც საინტერესოა, მაგრამ მე იგივე პირობებში ამ ორგანიზაციაში ფეხს არ შემოვადგავ. იგივე მსაჯობის გამო აღარ ვიჩხუბ. ულტიმატუმი ხო წააყენე. მე არ დაგთანხმდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმაძემ დაგიკმაყოფილება. იგივე შემთხვევაში მინდა ჩხუბი? არ მინდა ძმა. მე რო გამცე პასუხი თუ შეგიძლია. და ლაშასაც დიდი ალბათობით თავისთავად დააინტერესებს. აგერ შენ წააყინე ულტიმატუმი. ოკეი, მე არ დაგთანხმდი, მაგრამ ფაქტიურად ისე დატრიალდა სიტუაცია გიორგიმ ასე ვთქვათ, დაგიკმაყოფილა ქიმაძემ და არის ის რაც შემოითხოვე. ფაქტიურად შეიძლება ჩემსგან არა, მაგრამ გიორგისვე ინიციატივით და რაღაცომ ვიმეორებთ ამას. მე ვხვდები, ანუ დავგეგმოთ, მე პირველ რიგში ვარ ჩემპიონი. ეხლა მე რო არ მოგცე შენ რევანში, ხო მაქვს უფლება. შეულებრივად მაგ. რო დამიგეგმეთ, ეხლა ამასთან ვიჩხუბებ ჯერ რომ მე იქნება არ ვიტყვი რომ არ ვიჩხუბებ ამ ბიჭთან თქო. მე ვარ ჩემპიონი, მე ხო ლაშა მე არაფერი დამიგეგმია ჯერ. არა ხო, იმიტომ რომ მიგვირს ეხლა ვზივარ ამასთან ვიჩხუბებ ჯერ რომ მე ამასთანო და მე ამასთანაც შეიძლებაო. ეხლა ეგ სურვილია. ეხლა მე შემიძლია ჯერეს ჯერასე და მაგრამ კაცი ფჭობდა ღმერთი იცნოდაო, ეგრეა და ეხლა რა და როგორ დატრიალდება შენ მე გიორგიმ იმ გიორგიმ და არის ერთად რო გადავწყვიტოთ შეიძლება მაინც უცხანაირად დატრიალდეს სიტუაცია. მე თავაზებია, მე უთხარი რომ გავაკეთოთ რევანში და გავარკვიოთ მაშინ თქო რა. რა ვიცი მეტი რა შევთავაზო ეხლა. მოდი, აი უბრალოდ რაღაც რომ კონკრეტიკამდე მივიყვანოთ ეს საუბარი. რაც შეეხება გიორგის შემოთავაზებას რომ ანუ შენ გიორგი შემოთავაზება გაქვს რომ რაღაც გარკვეულ უწყებას გაუგზავნოთ და ეს საფასური სერვისი $100-ია და გამოვატანინოთ რაღაცა. კი, რატო არა? ხო. ანუ ეს
როგორც მინიმუმ პირდაპირ ვიტყვი ეს გადაწყვეტილებას არ შეცვლის თავისთავად, მაგრამ როგორც მინიმუმ და გავაჟღერებ, თუნდაც განსხვავებული აზრი იყოს, გავაჟღერებ ამის არ მწვენია, ხო? ბიჭი შერწყვებით, აი ყველაფერს შერწყვებით, აი ეგ არ იქნება რატო შერწყვებით, კაცო? თქვენ არა, მაგრამ აი ადამიანს მე პატივცემს შერწყვება, იმიტომ რომ შედეგი მოვა შენ რატო არ გინდა? რატო შენ რა დაგაკლდება მაგით? იმიტომ რომ პატივცემ მე მეგობარო და პატივს გცემ ძმაო, შენთან რამე პრეტენზია მაქვს? არ მაქვს, მაგრამ მე არ მინდა რომ ჩაიძირო, აი ამ ყველაფერს. არ ჩავეძიო? რო არ ჩაიძირო თქო ამ რო არ ჩავიძირო, ჩავიზირები თუ ამოტივტივდები. აგერ საუბარში ის წამოვიდა რომ ეს გავაკეთოთ, ხო? რავი, მე შენთან პრეტენზია არაფერი არ მქონია. თუ არა, ლაშ თუ მისაღებია ანდრისთვის, თუ მისაღებია ჩვენთვის, რავი, ვინმე წინააღმდეგი აზრი თუ გაქვთ, გააჟღერ, რავი, გიგა, რამე წინააღმდეგობა გაქვს ამასთან. ანუ როგორც მინიმუმ მესამე პროფესიონალური აზრი, რამე ორგანიზაცია უწყება გიო უფრო დეტალურად რო ახსნა. ანუ მაყურებელსაც რო გააგებთ ორგანიზაციას ბევრ ორგანიზაციას აქვს რა, ბევრ პროფესიონალურ ორგანიზაციას აქვს, თუნდაც რუსეთში შეიძლება გაგზავნა, ოღონდ $100 იყო MMA-ზე დარწმუნებული, რამაზეც იქნება და გავარკვევ ამ ყველაფერს და იქიდან გამომდინარე გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ნუ ეხა რაღაცა პასუხისგებლიანი უწყება თუ იქნება თავისი სტატუსით და ავტორიტეტით, რატომაც არა მათი აზრი რო გავიგოთ არ იქნება ურიგო, როგორც მინიმუმ მესამე აზრს გავიგებთ და თუნდაც ან რისკენ იქნება სიმართლე გიორგისკენ თუ რა ვიცი ვიღაცა სხვისკენ, მაგასაც გავიგებთ და მე მგონი ცუდი გადაწყვეტილება და ვარიანტი არ არის. ჩემთვის ძალიან იდეალურია, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რაც იქნება პასუხი. რაღაც რო ხა ის შესაძლებელია გავაგზავნოთ რაღაცა, გავიგოთ აზრი და რა აზრით არ უნდა იყოს, კი ბატონო, მივიღებთ, უბრალოდ გამაში რო შედეგი არ იცვლება, ეგ უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ გასაგებია. ჩამოყალიბდა ეს პრაქტიკა. მეც რომ მქონია დიდი პრეტენზია არ შეცვლილა და ეხლაც გასაგებია, ანუ გარკვეული წინაპირობა ამისა, რომ ასია ეს წესია, მაგრამ ნუ ეს პროსტა აზრის გაგება არ არის ანდრი და საუბარი გადაწყვეტილების შეცვლაზე. უბრალოდ მე კიდე იმის თქმა მინდა, რომ რამდენად, ანუ ამ სიტუაციას რა ვითარება ექნება. ანდრი, შენთვის ვინაიდან შენ ხარ პრეტენზიის მქონე ადამიანი, ის ვითარება რაც ახლა ჩამოყალიბდა და ის პოტენციური გადაწყვეტილება, რომ შენ ლაშასთან პოტენციურად რევანში გექნება, როგორც ლაშამ გააჟღერა, როგორც შენც და თანხმდი, ამ ვითარებაში მისაღებია და შეგვიძლია ვიქონიოთ მოლოდინები. კი, ნუ ვიცი რეზულტატი აღარ შეიცვლება, მაგრამ დარწმუნებულები ვიქნებით, მე ვხედავ მე მომხრევა რომ გავასაჯაროოთ ეს ყველაფერი. თუ საჯია აცდენილი რეალობას. არის, მაშინ მოდი შეგეკითხები, მე პოტენციალურად აი ყველაფერი ხო, ამას რო ეს გაუჟოდის ხარ მზად. ძმაო, შეხედე შენს თავს, ჯერ სილურჯეები გაქვს ისე. ჩემ თავს შეხედო რა თქმა უნდა, მე კარგად. მეც კი სილურჯეები აღარ მაქვს, მაგრამ იდეალურად ვერ ვარ, ვარჯიში ჯერ არ დამიწყია. შენ დაიწყე ვარჯიში? მე დავიწყე. რანაირად? ექიმა გითხრა რომ ივარჯიშე. უბნისმენთ შეკითხვა მაგაში ხო არ არის მე ექიმ არ ამითხრა. ხო, ანუ ჯერჯერობით ვარჯიში არ დამიწყია. ხო, ანუ როდის იქნა მზად ეგ არის შეკითხვა რა. არ ვიცი, შენ რომ მომწერე რომ მინდა ივნისში შენთან ჭუბი, მე გითხარი რომ ზაფხულში ვერ ვივარჯიშებ. ივნისში, ხო ივნისში ახლა. მე ოქტომბერში მზად ვიქნები შენთან ჭუბისთვის. ხო და მაშინ ორგანიზაციასთან მე მაქვს შეკითხვა, მე ოქტომბრამდე არ მინდა ლოდინი, მე მზად ვარ ივლისში, აგვისტოში ვიჭუბო. ო რა ვიცი მგონი ხო და რატო ველოდე ხა ექსპერტი მე ამაში რა კავშირში ვარ ხო მე მაჩხუბეს მომენტი ერთი მეორესგან არ არის დამოკიდებული ძალიან კაი აზრია გიო და ოქტომბერში მე ვიჭხუბებ ბმაში არ არის ერთი მეორესთან მოდით ასე გეტყვით ლაშა შენთან ჩვენ არ გვილაპარაკია matchmaking-ის ჭრილში და იგივე ხა მეც თავისუფლება არ მივეცი იმიტომ რომ ნუ გარკვეული დრო აქტიური ურჩები უნდა აიღოს მებრძოლმა
მით უმეტეს ასეთი ბრძოლის მე რა გეუბნები ბიჭები აღფრთოვანებულები არა ანუ თქვენ ბიჭებო თქვენ ეს ყოვლის ამ ბრძოლის გმირები რას ის ვაუ მომენტი რაც ჩვენ ვიხილეთ თქვენ შესრულებაში დღემდე ლეგენდები და ასეთი რამე არაფერი გვინახია ვა ჩემი ახლობლები მეგობრები მუშტი კრივზის ბაიბურში რო არ არიან იციან გიცნობენ და გიცნობენ პირადულად არა მაგრამ გიცნობენ ეკრანებიდან და რამე და აღფრთოვანებულები არიან ანუ ძალიან მაგარი ბრძოლა დადეთ და რა თქმა უნდა ეს როგორც matchmaking-ერი ვიტყვი რომ საინტერესოა რაც შეეხება შემდეგ ბრძოლას ეხა მე არაერთხელ ვიმეორებ იძულებით მე არავისთვის არ ჩამინიშნია ბრძოლა წარმოუდგენელია ჩემთვის თავისუფალმა ადამიანმა როგორ უნდა იბრძოლოს ესე იძულებით ივლისი აგვისტო თუ არ გინდა კაც არ იჩხუბებ ხო მით უმეტეს 38 წლის კაც ხო და თქვენ როცა იქნებით მზად და ამ რევანშს როცა ექნება საფუძველი და მზადყოფნა გავაკეთებთ და თუ თანხმობა არ არის იმაში რომ ეგრევე რევანში ჩატარდეს რავი ივლისში იქნება აგვისტოში თუ როცა ბედი უწერია ჩატარდება მაშინ როცა ბედი უწერია და მე იმედი მაქვს რომ ახლო მოვალში თუმცა ლაშა შენ თუ ხარ მზად ივლისი აგვისტოში რო იჩხუბო ჩვენ ყველა ვარიანტს გავივლით მით უმეტეს შენ ორ წონაში როგორც ადრე შეიძლება რამე შეიცვალა მაგრამ იმ ინფორმაციიდან გამომდინარე რაც მე ვიცი რომ თქვენ სუბუქშიც ჩხუბობ და სუპერ ჰევიშიც გაქვს ვარიანტები ანრი ყველაზე საინტერესოა თუმცა არის კიდე სხვა საინტერესო ვარიანტებიც და ამ ყველაფერს დავამუშავებ და თანხმობაში თქვენთან მებრძოლებთან ჩავნიშნავ ბრძოლას ეს არის ჩემი სამსახური ამით ვარ ძირითადად დაკავებული და ეს არის ჩემი თავარი ეს რა ქვია სიამოვნება ხობი სამსახური დიდი სიამოვნებით მე ეს კი და მეც მომწონს ეს მე ვიტყვი უბრალოდ ხო მე მძიმე წონაში ეს MMA-ის ჩემპიონი იყო მუშტი კრივის ჩემპიონი საქართველოს ვინც არის გარდა ერთი ადამიანის რომელიც ჩემი ძმაკაცია ჟორჟიკა მე ყველას ვეჩხუბე მე მძიმეში არ მაქვს მარცხი მე ყველას მოუგე მძიმე წონაში ვინც იყო როგორც თქვი ყველა სურათი გადავხაზე რომელიც ჩემ კედელზე ეკიდა მე ჩემი სურვილი არის ახლა მე ჩემს სურვილს ვაჟღერებ 93-ში ჩამოვიდე მე გამოვასწორე რაღაც ნაკლები რაც მქონდა და ავიღო კამარა 93-ში ეგ არის ჩემი სურვილი დღეს გავიგე დავამუშავებ ხა არ მიყვარს მე წინაპირობების დადება და შეპირებები უბრალოდ გპირდები რომ ვიმუშავებ ანუ უყურადღებოდ არ დამიტოვები ხარ არასდროს და ეხაც იგივე თემა იქნება იგივე შენს მიმართ ანრი და ღია საუბარი მიყვარს მე და მათ შორის პირდაპირ ეთერში ჭრების გარეშე და ღიათ იმიტომ საუბრობთ რომ გამჭვირვალების მომხრე ვარ და რავი დემოკრატიული ორგანიზაცია ვარ დგამა და ყველას თავის სიტყვა თქვის და ყველას აზრი თუნდაც კრიტიკული თუნდაც ისეთი რომელსაც მე პირადად და უმეტესობაც არ ეთანხმებოდეს მაინც გასაჟღერებელია იმიტომ რომ ადამიანები ვართ ყველა და მებრძოლები ვარ და პატივსაცემები ვართ და როგორც თავიდან თქვი მე არ მქონდა იმედი იმისა რომ რაღაცაზე შევთანხმდებოდით მაგრამ როგორც მინიმუმ გავაჟღერეთ აზრი გავცვალეთ ბევრ რაღაცაში მე პირადად რაღაც წვლილი შევიტანე ჩემს მომენტში და თქვენი რევანში იქნება პოტენციურად რავი თქვენი სურვილი თუა გიორგისთან რინგის გაზიარების საინტერესოა ესეც ძალიან ჩემთვის დავამუშავოთ ეს ყველაფერი ანუ ერთს მე ვიტყვი გიო მე საჯობა არ მაინტერესებს ეხა საერთოდ რა ჩემთვის პრივილეგიებს საჯობა არ წარმოადგენს იმიტომ რომ ეხა გათენდეს ხვალინდელი ის და ისე დავდგი აქ პატარა ბავშვით და ეხა ჩემ ქმედებებზე ესე ვილაპარაკო ვიღაცებმა ჩემზე რაღაცა საუბრები დაიწყონ და მე ეხა ჩათვალე რომ ეხლა როგორც იმას აქვს თავის სიმართლე ისე ყოფილი მე ჩემს სიმართლეს ეხა და მაინც ვერ მივდივართ იქამდე რომ რაღაცა ვერ ხედავთ ანუ საერთო გადაწყვეტილებას მაინც ვერ ვიღებთ რა ის იქით ლაპარაკობს თავის სიმართლეს ამბობს მე ჩემს სიმართლეს და არ ხდება ისე რომ რაღაც ხვალე რამდენი მოვა ესე და რაღაც ჩემი გადაწყვეტილება არ მოეწონება და აუ ესე იყო იმის მხარეს იყო და იმის მოგება უნდა და საერთოდ არ მინდა რომ ესე მდგომარეობაში ვიყო და ასე ხალხი ესე ველაპარაკო და იმას ამიტომ მე რაც ვთქვი რა მე გამიჩნდა სურვილი რა რავი მე ახლა ნახე როგორი რაღაცა იცი რავი აი თუ სამსახურიდან არ წავა
ესეთი რაღაცეები რა ძალიან მებავშვება ეხლა რა. მით უმეტეს მე არ ვარ ის ტიპი, რომლებსაც არ შეუძლია თავის შეცდომის აღიარება. ბევრჯერ მithქვია და მიღიარებია, რომ всё, მე აქ არ ვიყავი მართალი და არ გავაკეთე სწორად, არ მოვიქეთე სწორად და მე ამის არ მწხვენია რა. მე ყველგან და ყოველთვის ვიტყვი, მაგრამ მე ამ დროს არ ვთვლი მე ჩემ თავს დამნაშავედ. იქნება კაცო მოსულიყო სხვანაირად ითქვა, იქნება ჩემგან რა პასუხებს იღებდა, მაგრამ ამან მე გამწია და იმის მხარეს იყო და ნეტა იცოდეს მაინც სინამდვილეში როგორი ურთიერთობა გვაქვს მე და ლაშას და ანუ რა გვაკავშირებს მაგაცობას დემაზე რო იწყებენ საუბარს. ამიტომ არა, თუ უნდა მე გეუნები აგერ, მე დავბრუნდები 5 თვეში ზუსტად. აღონ მსაჯი არა, როგორც მებრძოლი ხა. ის გრიზლი იქნება თუ სხვა დანარჩენი ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პროსტა მე მინდა იმ არასწორ ენატლი კინახალს დავანახო, აი კომენტარების უკან რო აი არ მაინტერესებს ვინ არის, ყველა არაკაცია, ყველა ნაბოზარია და ყველა ცუდი ადამიანია, ვინც გინდა ის იყოს რა. აი სულ ფეხებზე მკიდია, ვინც გინდა ვის იყოს, ვინც ჩემი მიმართულებით არასწორად რამეს ამბობს რა. თუ მე ვიმსახურებ, ღმერთმა გაუმარჯოს, ვინც გინდა არასწორ კრიტიკას, არის, მაგრამ ვინც ჩემი მიმართულებით არასწორად იქცევა, ყველა არაკაცია. თუ ვინმეს რამე გინდათ ჩემი მისამართით იცით, ჩემი საცხოვრებელი იცით, სადმუშაობ რას ვაკეთებ, პირისპირ შეგიძლიათ მობრძანდეთ, ესე პირისპირ მითხრათ, წახვალთ ნაწლავების გარეშე. ძალიან მარტივად. მოდით და ესე მითხარით. დანარჩენი მე აქ ვარ ძმაო, არავის არ გაურბივარ, არ გავქცეულ ვარ. ვისაც უნდა ვეჩხუბები და ძალიან მალე 5 თვე მჭირდება, ზუსტად რომ დავბრუნდე როგორც მებრძოლი და დანარჩენს მე მომავალი გუჩვენებს რას როგორ ვიზავთ რა. მე კიდევ ფიქრობ იმას, რომ ამ წამიდან უკვე ნანოფ იმ სიტყვებს რაც დახარჯე. დაგანახებ რას უნანოფ რა. აი დაგანახებ. კარგად დაგანახებ რას. შენ არასდროს არ გინახავს გიორგი ქიმაძე ფორმაში იყო. ლაშამ ნახა პირველ ბრძოლაში გიორგი ქიმაძე როგორ ფორმაში იყო და იგზნო რა იყო. მე იმის მერე ფორმაში არ ვყოფილი ვარ და მე შეთან ისეთ ფორმაში ვიქნები, რომ ვერ წარმოიდგენ და რომ მოგხვდება და ვეღარ გაიღვიძებ, მე მითხარი ის სიტყვები ვინ რა გააკეთა. კარგი, ეგეც გამოჩნდება და კიდე ბევრი რამე გამოჩნდება. გამოჩნდება. თავარია შენ რევანში მიდი ისე რომ მე კიდე მკურნალობა არ მოგიწიოს. კარგი, მოდით მეგობრებო, ახლა რაღაც ლოგიკური დაბოლოება მივცეთ ჩვენ საუბარს, მე მგონი ნელა ამისკენ მივიდა. ანრი, შენ ვინაიდან პრეტენზია გაგაჩნდა, თვლი რომ დღევანდელი საუბარი გარკვეულ დონეზე მაინც საფუძვლიანი იყო და rezultatიური თუ პირიქით, ანუ შენი აზრი მინდა მოვისმინო და ის გადაწყვეტილებები რაღაც დონეზე მაინც თუ აკმაყოფილებს შენს პრეტენზიას, რაც ქონდა დღეს, რაც სადამდეც მივედით. ნუ საუბრის დაწყებისას, პოდკასტის დაწყებისას ფიქრობდი, რომ მთელი ორგანიზაცია იცავდა იმ გადაწყვეტილებას, რაც არის, მაგრამ შეიცვალა ბოლოს ბევრი რამე. ფიქრობ, რომ ნუ სამართლიანობისკენ ბევრი ადამიანი იხედება და მე იგივე მსაჯობის პირობებში ამ ორგანიზაციაში არ დავრჩები. უკვე ავღანიშნე რა. იმიტომ რომ დოლიაშვილი გავაგდოთ გინდა? დოლიაშვილზე არ მაქვს მე საუბარი. გორელი არ შეიძლება. თორე შენ თუ იცი რომ ყველა გადაწყვეტილებას ის იღებს. მაგდენი თუ მაინც იცი. და შენ თუ იცი რომ როცა მე ნოკდაუნს ვითვლი იმას სრული უფლება აქვს რომ ნოკდაუნად არ ჩათვალოს. ეგ თუ იცი. არც ჩათვალა ბოლო ნოკდაუნი. პირველიც არ უნდა ჩაეთვალა წესით. ნუ გასაგებია ყველაფერი. ნუ ქიმაძემ მიიღო საკუთარი ნებით ის გადაწყვეტილება, რაც მე მომწონს ეს გადაწყვეტილება რომ მიიღო. ამის გამო რა ვიცი, აი მარტო ამის გამო რაღაც სიმპათია გამიჩნდა, მაგრამ ძალიან პატარა. და კი, ეს გადაწყვეტილება რომ მიიღო, რა თქმა უნდა ვეჩხუბები ლაშას და არანაირი შენ არ გამოგიგზავნე, ნუ გეშინი. არანაირი პრობლემა არ მაქვს ლაშასთან რევანშის და არც ქიმაძესთან ჩხუბის. всё, შვენიერი.
ლაშა შენც რო თქვა შენი მოსაზრება და გიორგისაც მოსაზრებასაც მოვისმენდი და ორიოდე სიტყვით მეც დავაბოლოვებდი. კი, მე იმისკენ მივდივარ, რომ მოდი პატივიცეთ ერთმანეთს, მოდი ვიყოთ ვაჟკაცობის მაგალითი და არა ბევრი საუბრის და უფრო მოქმედებისკენ გადავიდეთ, ჩვენ აქ მოსულები ვართ საბრძოლოდ. და მოსულები ვართ იმისთვის, მე კონკრეტულად იმისთვის, რომ სწორი მაგალითი ვიყო, ვაჟკაცობის მაგალითი და ვაჟკაცობა არის იმ შემთხვევაში, როდესაც შენ იგებ და აჩვენებ შენს მენტალურ ძალას და იმ მომენტშიდაც, როდესაც ფიზიკურად ვერ შეძლებ, წააგებ, მაგრამ აჩვენებ იმას, რომ შენ ღირსეულად მიიღე ეს მარცხი, რაც ხდება ცხოვრებაში. ამიტომ მე მზად ვარ ბრძოლისთვის ივლისი-აგვისტო ჩამინიშნეთ, მზად ვარ 93-ში ავიღო და გადავიკიდო მეორე კამარი, მზად ვარ რევანშისთვის და საინტერესო იქნება მძიმე წონაში დავიცვა რევანში გრიზლისთან და ასევე მზად ვარ რომ ვიყიდო პოპკორნი და უყურო კიმაძეს და გრიზლის ჩხუბს. ამიტომ დიდი სიამოვნებით გავამბობ. ლაშა შენ მოიცა შეიძლება კუთხეში დაგიყენო როგორც ჩემი ძმაკაცი ხარ, ნახოთ. შენ როგორ განვითარდება მოვლენები. ბარემ ბოლომდე იმას ვქნათ რა ქვია, გავამჟღავნოთ რომ ძმაკაცები ვართ. გავამხილოთ ეს, რომ მეც იგივეს ვიტყვი რა, მე ჩემთვის ნოემბერი იქნება идеალური თვე, როცა მზად ვიქნები ნოემბრამდე მე მივხედავ ჩემ თავს და მივალ იმ კონდიციებში, რომ ვანახო რა და როგორ შეგვიძლია და დანარჩენი ამდენ ლაპარაკს და იქ მეც პოსტებით გამოსვლას და უი არა მე ვარ მართალი და არა ის ამით იმას ვერ გავამტკიცებთ მე სწორად მოვიქეცი თუ არასწორად მოვიქეცი, მაგრამ რაც გინდა ისაკეთე. მაგას ნუ მიმითითებ რა უნდა გავაკეთო რა იგე. მე შეთვის მითება. მე სულ პოსტავდი და კიდე გავაგზელებ და პოსტავს. გააგრძელე. აბა რა არის ვერ გავიგე პოსტავს. პოსტავ და კიდე დავპოსტავ. არაფერს არ ვიძახი ხა პოსტავ ეხა და დაპოსტე რამდენიც გინდა. თუ ეგ რა შენი ის არის გადაწყვეტილების. მე არ მithქოს შეთვის რატო პოსტავ. შემდეგ უნდა გავაკეთო რამე თუ რა. მე შეთვის არ მithქოს რატო პოსტავ. ხო აბა რაღაც პრეტენზია გაქვს ეს პოსტავს და მე რა რო პოსტავ ბიჭო. არაფერი გააგრძელე დაპოსტოთ ხო ხო რაც გინდა ისქენი. თანხმობა არ მჭირდება. არც მithქობ ჩემი თანხმობა გჭირდება მეთქი. რაც გინდა ისქენი. უფრო მეტი გამომწერები დაგემატებიან გააგრძელე აუცილებლად. რომ გაგორდები მე იქ, მე ვნახოთ შენი გამომწერები რა სიტყვიან. აი დაგანახებ მაგას. მოუკვდები, მაგრამ მაგ რიგიდან ისი არ გამოვალო, შენ იქიდან თრევით არ გამოგიშვან რა. შეიძლება პირველად გაკეთე შეგზინა მე ყველა ჩხუბში. კი, შენ იმდენი ჩხუბი გაქვს, შენი ჩხუბები რო ვნახე ჯერ გოძილასთან ისე იჩხუბე, ვიძახტი და ამის დარტყმული მტრისას ისე მოხდათ ხო ბიჭო. პირველივე დარტყმაზე ეცემი ჩემი. შენ მე ვნახე მაშინ როცა ფორმაში არ ვიყავი რა და შენ რო ესე მიზეზებს ყვები, მე არც ერთხელ არ დამიწყე მიზეზებს საუბარი რატო ვერ ვიყავი და შენ როცა ფორმაში ნახავ. რა მიზეზები? დაიწყე ხამ საჯობას აბრალე, ხან სიცხე მქონდაო, იკითხე შეიძლება რა გჭირდა ზოგადად ჩხუბის დროს, ესე ყველას რაღაცა გვემართება მომზადების პერიოდი რთულია. ან ჩხუბის დღეს გვემართება. ნუ ეს ძალიან ბუნებრივია, მაგრამ ეგ შედეგს ვერ შეცვლის რა. მაშინ არ უნდა მიხვიდე და არ უნდა იჩხუბო თუ რაღაცა გაწუხებს, მაგრამ როცა მიდიხარ და ამას აკეთებ, სხვაში კი არ უნდა ეძებო ის, რაღაც არარეალური. შენ თან უნდა მიხვიდე და უნდა თქვა რომ ესეა. იმ ტრაკზე საუბარი. რის ტრაკიცა ადამიანებს რა, გამიგე? და მე სიცხიანიც გავედი. და არც ერთხელ არ გამიჟღირებია რომ უბრალოდ ეხლა უბრალოდ იმიტომ თქვი ეს რომ ჩემს წაქცევებზე რომ გამახვილდა ყურადღება მაგიტო თქვი რომ ბევრჯერ წავიქეცი ზუსტად მაგის გამო მეტი არაფერი წავიქეცი შენი დანახვა 8-დან 5 იყო დარტყმის მერე დანარჩენი ხარ რამდენიც გინდა იმდენი ლაპარაკე რამდენიც გინდა დაჯექი ჩხუბს რავი შენ შეიძლება სხვანაირად უყურებ სხვა თვალებით უყურებ ძალიან მარტივად შეგიძლია დაჯდე და უყურებ რო არ გამოგჩეს არც ერთი ვიდეო და შეხვდები განხილვებს იხილე რამდენიც გინდა. მეგობრებო, მე ჩემ აზრს გაგიზიარებთ უპირველეს ყოვლისა აქ მყოფ ბატონებს, გიორგი, ლაშა, ანრი. კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით იმ ემოციების რავი ამერიკული ესე ატრაქციონი იყო რა, ეს რაც თქვენ შემოგთავაზეთ, ასეთი ემოციები ხშირად უბრალოდ არ არის ცხოვრებაში ადამიანის და ამაზე ცალკე დიდი მადლობა. მე აზრის გამოთქმას ასე ვთქვათ მომხრე ვარ და ზუსტად ამიტომ შეკრიბეთ აქ. ყველას აზრი ფასეულია. ყოველივე თქვენგანი გამას ისტორიაში ხართ უკვე ჩაბეჭდილი, დიდი ნაკვალები გაქვთ დატოვილი და ფასეული ხართ. ორი აზრიც არა აქ ამაში.
უბრალოდ მინდა იმის თქმა, რომ გამ არის გამჭვირვალე ორგანიზაცია, ჩვენ იმის მომხრე ვართ, რომ სახალხო ორგანიზაცია როგორც შეიქმნა, იგივე იერით და იგივე შემართებით გავაგრძელოთ გზა და ყველას აზრი კიდევ ერთხელ გავემეორებ ფასეულია. ის გადაწყვეტილებები, რაც დღეს ჩვენ მივიღეთ, ჩქეებს და ჰაერშია და ჩვენ ამას მივყვებით, თეორიაში მივიღეთ და პრაქტიკაშიც მივყვებით. ხა ლაშას ბრძოლა სურს უფრო მალე, ჩვენ დავამუშავებთ ამას, თქვენს ბრძოლასაც დავამუშავებთ და გიორგის და ანრიშენი ბრძოლის წინაპირობა შეიქმნა და ესეც საინტერესოა, აუცილებლად დავამუშავებთ. მეგობრებო, მე თქვენ მოგიწოდებთ მაყურებელს, რომ თქვენი აზრი გაგვიზიაროთ. აქ უბრალოდ იმის თქმა მინდა მე, რომ ჭეშმარიტება როგორც ასეთი, სოკრატემ როგორც თქვა, ბჭობაში მოიპოვება, ხო? ამიტომ შეიძლება დღეს ვერ ვიპოვეთ, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად, რომ ერთმანეთს მოусმინოთ, ვაცალოთ საუბარი და თუნდაც სრულიად არ ვეთანხმებოდეთ აზრს, როგორც მინიმუმ ჩვენში გავატაროთ ის აზრი და დაუშვათ პატარა შანსი მაინც, რომ იქით ხარესაც არის რაღაც დონის სიმართლე. ზუსტად ამიტომ შევიკრიბეთ და მე მგონი რაღაც სრულიად თუ არა რაღაც დონეზე მაინც დაგვიყმაყოფილეთ ყველამ ჩვენი მოლოდინები. ცხოვრება გრძელდება და კიდე არაერთი ბრძოლა გველის წინ. მე როგორც matchmaker-ს ეს მახარებს. და თქვენ ყველას წარმატებას გისურვებთ, ჯანმრთელობას, კიდე რაღაც ბევრი საკითხი გვაქვს გასავლელი მათ შორის და მივყვეთ რა. მივყვეთ და ყოველთვის როცა დიდი ხმაურია ეს შეჯიბრი ზედაძაბული იყო არა მარტო თქვენი ბრძოლის გამო და ემოციებს უბრალოდ ვეღარ ერეოდა ვერავინ. თქვენ კი არა, მაყურებელიც კი. დაცვად ამიდასტურებს ამ სიტყვებს. ამიტომ მე მიხარია, რომ ჩვენ ვართ ასეთი დიდი და ასეთი საყურადღებო ისტორიის ნაწილი. და დიდი მადლობა მინდა ყოველივე თქვენგანს, რომ გადაგიხადოთ ქედის მოხრით. მეც მინდა პოზიტიური დავასრულო. კიდევ ერთხელ მადლობა ანრის, უმაგრესი ბრძოლა დავასრულეთ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ბრძოლა ყველას არ გაახსენდება, ხო, ვინ გაიმარჯვა, გაახსენდება იმით, რომ მაგარმა ბიჭებმა იჩხუბეს. და ამ ნოტით მინდა გაგრას რო დავასრულო ლექსაუბარი. კრაკიანი ბიჭების საღამო იყო ნახოთ, როგორც ანრი იტყვის. კეთილი. რავი, პატარა პაუზა, თუ სათქმელი ითქვა ბიჭებო და თუ დასამატებელი არავის არაფერი გაქვთ. დავამშვიდობოთ მაყურებელს და სულ რაღაც 2 წუთი გვინდა ტექნიკური პაუზისთვის, რომ გადავიდეთ შემდეგ წყვილზე, ნიკა ბოკელავაძე და ბექა კორტავაზე და მათი кейსი განვიხილოთ.